რომ რაზეც დღეს გესაუბრებით, ესეც საკმაოდ ზოგადი თემაა, როგორც ხედავთ. პირობითი სათაური ძალიან მოკლეა, ალბათ ყველაზე მოკლე სათაური აქვს ჩემ ლექციებში ამას, სულ ორი სიტყვა, დროის საიდუმლო, ხო? ანუ ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა არის დრო. ეს თემა, რა თქმა უნდა, თან ძალიან რთულია და თან შეიძლება თქვათ, რომ ძალიან მარტივიც, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვნახავთ, სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა მოაზროვნეები იყვნენ ეს თქვათ, ფილოსოფოსები, თქვათ, რაღაცა უფრო კონკრეტულ მეცნიერებებთან დაკავშირებული დიდი მეცნიერები, ყველას ჰქონდა თავისი წარმოდგენა იმის შესახებ, რა არის დრო, მაგრამ ეს წარმოდგენები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და ამდენად ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი ამბობდა, რომ დრო ისეთი უცნაური რამ არის, რომ რაც უფრო მეც ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ნაკლებად მესმის რა არის ესო, ხო? ესე საინტერესო დებულებაა, რომელიც მოდის, მე ვიტყოდი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მოაზროვნე ადამიანისგან. ვინ იყო ეს ადამიანი, ცოტა ხანში დავინახავთ. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცით ჩვენ რა არის დრო, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან ბევრი ვერსიები, ბევრი განმარტებები, ბევრი სხვადასხვანაირი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის დრო. ისე რომ თან ვიცით და თან არ ვიცით. აი ასეთ მდგომარეობაში ვართ, აქაც როგორ არ გავიხსენოთ ჩვენი ასე ვთქვათ, საერთო მეგობარი პირონი, რომელიც აი ხშირად ამბობდა ამას, რომ საგნებზეო ჩვენი ცოდნაო არაზროს არ არისო, ასე ვთქვათ, სრულიო და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია საგნებზე ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ისინი არიან ხან ისეთი, ხან ასეთი, ხან არც ისეთი, არც ასეთი, ხან ისეთიც და ასეთიც. აი, დრო თითქოს რაღაც ესეთი კარგი მაგალითია პირონისეული აი ამ რელატივიზმისა, ესე იგი, თვითონ ტერმინი რელატივიზმიც ფარდობითობაც ძალიან ორგანულად უკავშირდება დროის ცნებას, რაც სხვათა შორის არის უკვე აი სწორედ თანამედროვე ფიზიკის, კერძოდ ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი მთავარი დებულება. მოკეთ, ბევრ საინტერესო თემებზე გვექნება ლაპარაკი დღეს იმედია, მაგრამ მოდი დავიწყოთ, როგორც ტრადიციულად ვიწყებთ ხოლმე ჩვენ ლექციებზე იმითი, რომ ვეცადოთ მაინც განმარტოთ რა არის დრო, ანუ გავაკეთოთ ის, ცადოთ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. მოვიყვანოთ რაღაც ისეთი აი მეტნაკლებად დამაჯერებელი, ასე თუ ისეთი დებულებები დროის შესახებ, რომლებიც არსებობს თქვათ ფილოსოფიაში და რომლებიც ცდილობენ, ასე ვთქვათ, მოგცენ განმარტება იმისი, თუ რა არის დრო. ხო, მაგალითად არის ასეთი ცნობილი დებულება, რომ დრო არის მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა. სხვა შორის ეს არ არის, ეს ძალიან საინტერესო დებულებაა. დროს აღვიქვამთ როგორც მატერიის არსებობის ერთ-ერთ ფორმას, ერთ-ერთ მატერიის არსებობის ერთ-ერთ ატრიბუტს, ასე ვთქვათ, ხო? და ასეთივე ატრიბუტია სხვათა შორის სივრცეც. სივრცე და დრო, აქვე ვთქვათ თავიდანვე ლექციის დასაწყისში, რომ ეს ორი ისეთი ძალიან ფუნდამენტური ცნებაა, რომლებიც ერთმანეთთან რაღაცნაირ კავშირში არიან. ეს კავშირი სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვანაირად იყო აღქმული, იყო პერიოდები, როდესაც დროს თვლიდნენ აბსოლუტურად და სივრცეს თვლიდნენ ფარდობითად და ამას ეფუძნებოდა მაგალითად ნიუტონისეული აღქმა სამყაროსი, ის წარმოდგენები სამყაროზე, ის წარმოდგენები ბუნებაზე, ფიზიკაზე, რომელიც საფუძვლად დაედო კლასიკურ ფიზიკას, ხო? იქ დროს რაღაც განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა, ხო? აბსოლუტური იყო, ნიუტონი თვლიდა, რომ სამყაროში ყველგან დრო ერთნაირი ტემპით, ერთნაირად მიედინება. აი, როდესაც ეს გრანდიოზული მექანიზმი, რომელიც თქვათ, სამყაროს კრეატორმა, შემქმნელმა, ღმერთმა, ერთ მშვენიერ დღეს მომართა, აამუშავა, ჩართო, არა, აი, ამის შემდეგ ეს საათი, ეს უნივერსალური საათი, რომელიც ეს თქვათ, მუშაობს, იგი ყველგან სამყაროს ყველა სხვადასხვა ნაწილებში ერთნაირი ტემპით, ერთნაირად მიდის, ხო? ამდენად დრო აბსოლუტურია, დრო არის თითქოს ერთადერთი, რაც არ არის ფარდობითი, ხო? ეს ძალიან ისეთი შთამბეჭდავი და ისეთი ცოტა არ იყოს გრანდიოზული სურათია, სურათი, რომელიც დაიმსხვრა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც აღმოჩნდა, რომ საქმე ასე არ არის, რომ დრო ფარდობითია, ისევე როგორც სივრცე და უფრო მეტიც დროს და სივრცეს შორის არსებობს ძალიან ისეთი პირდაპირი და ღრმა კავშირი, რაც სწორედ არის ასახული აინშტაინისეულ ფარდობითობის თეორიაში, არა? ეხლა, რაში აისახება დრო? დრო აისახება მოვლენათა მონაცვლეობაში, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი რაც ხდება, არა,
წარმოადგენს გარკვეული, ასე ვთქვათ, მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის ცალკეულ რგოლს, ხო? არც ერთი მოვლენა არ არის, ასე ვთქვათ, უმიზეზო და ყველა მოვლენა წარმოადგენს რომელიღაცა სხვა მოვლენის მიზეზს. ესე იგი, სამყაროს ისტორია წარმოადგენს მოვლენათა მონაცვლეობის, მოვლენათა თანმიმდევრობის თავისებურ ჯაჭვს, რომელშიც მოვლენები თამაშობენ, ასე ვთქვათ, მიზეზების და შედეგების როლებს ერთდროულად, ხო? ამდენად გვაქვს, როგორც აი ფილოსოფიაში ამბობენ, ესეთი კაუზალური ჯაჭვი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც აკავშირებენ ერთმანეთთან სხვადასხვანაირ მოვლენებს და დრო სწორედ ვლინდება იმაში, რომ გვაქვს აი ესეთი ჯაჭვები, ასეთი კავშირები მოვლენებს შორის. საერთოდ თვითონ ტერმინი მოვლენა, ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ნახეთ, ნებისმიერი მოვლენა იკავებს დროის რაღაც შუალედს, ხო? ნებისმიერი მოვლენა იწყება, გრძელდება და როდესღაც თავდება. თქვენ რომ მიდიხართ მაგალითად რუსთაველის თეატრში, თქვათ, ბაროკოს მუსიკის ფესტივალზე, ხო? სამწუხაროდ წელს არ ტარდება, მაგრამ აი ბოლო რამდენიმე წელია ყოველთვის ნოემბერში და დეკემბერში ტარდებოდა ეს ძალიან საინტერესო კონცერტები, სადაც სრულდებოდა სხვადასხვა საინტერესო ნაწარმოებები იმ ეპოქიდან, ხო და აი ნებისმიერ კონცერტს აქვს დასაწყისი, როდესაც ეს კონცერტი, ეს მოვლენა იწყება, იგი ვითარდება, მას აქვს გარკვეული განფენილობა დროში, არა? მაგრამ ეს მოვლენა ადრე თუ გვიან თავდება. ყველა მოვლენას აქვს დაბოლოება, ყველა მოვლენას აქვს დასაწყისი, ხო? შესაბამისად, ერთ-ერთი სტუდენტი მოგვემატა, შემოუშვათ. შეიძლება ითქვას, გავიმეოროთ, რომ ნებისმიერი მოვლენა იკავებს დროის რაღაც შუალედს, ხო? და ჩვენ შეჩვეული ვართ კიდევ ერთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ დროზე, ჩვენ ყოველთვის ვყოფთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დროს სამ ნაწილად ვყოფთ, ხო? საუბრობთ წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. ეს არის ეგრეთ წოდებული დროის სამად დაყოფის პრინციპი, ანუ როგორც ამბობენ, დროის ტრიპარტიცია, დროის სამად დაყოფის, ასე ვთქვათ, იდეა, რომელიც სხვათა შორის, როგორც ცოტა ხანში დავინახავთ, დიდი ხიფათის შემცველია, იმიტომ რომ აი ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა, იმანაც სკეპტიკოსმა და თქვენთვის ნაცნობმა აღმოაჩინა, რომ თურმე დროის სამად დაყოფის აი ამ თითქოს და ძალიან ბუნებრივ და საღაზრთან დაკავშირებულ იდეაში დევს გარკვეული წინააღმდეგობა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს საერთოდ დროის არარსებობის აღიარებასთან და ეს არის ძალიან საინტერესო ლოგიკური პარადოქსი, რომელიც სწორედ ამ ცნებას უკავშირდება. ეხლა ჩვენ ხედავთ პირველ სლაიდზე, რომ გამოსახული არის ქვიშის საათი, საერთოდ საათი ძალიან საინტერესო მექანიზმია, საათი არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ დროს ვზომავთ, არა? აი დროის განმარტებებზე ვლაპარაკობთ და ერთ-ერთი ისეთი ძალიან კარგი, ჩემი აზრით, ცოტა სახუმარო, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ისეთი კარგი ლოგიკური განმარტება დროის არის ასეთი, ძალიან მარტივად ჟღერს, რომ დრო არის ის, რასაც ზომავს საათი, ხო? შეგვიძლია ვთქვათ და აღარ ვიფიქროთ ბევრი რაღაც, ვთქვათ, ამ ცნების რაღაც სიღრმისეულ დეტალებზე. და საათი წარმოადგენს სწორედ იმ ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ დროის გაზომვისთვის. სხვა შორის, აქვე მინდა გითხრათ, რომ აი ცნობილ იტალიელ ფილოსოფოს, მწერალს, ენათმეცნიერს უმბერტო ეკოს, რომლის შესახებ ჩვენ ერთ-ერთ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ, თუ გახსოვთ, აქვს დაწერილი ძალიან საინტერესო ესეთი ესე იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა, ასე ვთქვათ, საათმა, როგორც ინსტრუმენტმა ცივილიზაციის განვითარებაში. Როგორი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დროის გაზომვის სიზუსტეს კაცობრიობის ისტორიაში. არა მარტო მეცნიერულ-ტექნიკური, თქვათ, პროგრესის თვალსაზრისით, არამედ აი თქვენ წარმოიდგინეთ ისეთ საკითხებშიც კი, როგორიც არის, თქვათ, საზოგადოების სოციალური აგებულება, ან თქვათ, რაღაც პოლიტიკური მოვლენები, თურმე ამ ყველაფერში რაღაცა ფორმით, ხშირად საკმაოდ აშკარად და რაღაც შემთხვევებში უფრო ირიბულად, არაპირდაპირ, ასე ვთქვათ, წარმოდგენები დროზე და უფრო კონკრეტულად თუ როგორ ზომავდა ადამიანი დროს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იქამდე რომ მაგალითად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, ის ეპოქა, როდესაც ფაქტიურად დასავლურმა ცივილიზაციამ მოახდინა მთელი დანარჩენი
დედამიწის მთელი მსოფლიოს ასე თქვათ აღმოჩენა, ხო? მოდი ეს სიტყვა აღმოჩენა წყალებში ჩავსვათ, იმიტომ რომ თქვათ ავსტრალიელ აბორიგენებს ალბათ არ ჭირდებოდათ აღმოჩენა, ხო? ისინი ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე, იქსაც ცხოვრობდნენ, უბრალოდ ერთ დღეს მათსანახავად მოვიდნენ რაღაც სხვა უცნაური ადამიანები, რომლებმაც შემდეგ არც ისე კარგი რაღაცები გააკეთეს მათთან, არა, იმ სამყაროში სადაც ისინი იყვნენ და ამდენად ეს გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა არ იყო ცალსახად ესეთი მხოლოდ ჰეროიკული, გმირული, რაღაც რომანტიკული პერიოდი, ამ პერიოდს ძალიან ბევრი უარყოფითი თანმდევი მოვლენები ჰქონდა და ესეც ამდენად არ არის ისეთი ტრივიალური საკითხი, მაგრამ ფაქტია ერთი რამ, რომ ამ გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა თავის დროზე ძალიან დიდი როლი ითამაშეს ცივილიზაციის განვითარებაში, ხო? თვითონ აი ევროპის ქვეყნების ეკონომიური განვითარება, მათი პოლიტიკური, ვთქვათ, წყობა, ის სოციალური პროცესები, რომლებიც ამ ქვეყნებში მიმდინარეობდა, ეს ძალიან ხშირად იყო პირდაპირ დაკავშირებული ამ მოვლენებთან და ეს აღმოჩენები კი არ მოხდებოდა, ან ისე სწრაფად არ მოხდებოდა, ისეთი ტემპით და ისეთი ლოგიკურად არ განვითარდებოდა, რომ არ ყოფილიყო, ვთქვათ, ის ნავიგაციის საშუალებები, რომლებიც სწორედ იყო დაკავშირებული მათ შორის დროის ზუსტად გაზომვასთან, იმიტომ რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანმა ისწავლა დროის ზუსტად გაზომვა, ანუ გაჩნდა ზუსტი მექანიკური საათი, ქრონომეტრი, მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლა ადამიანმა ზუსტად თავისი მდებარეობის განსაზღვრა ოკეანეში, არა? გრძედის და განედის განსაზღვრა, განსაკუთრებით გრძედის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის ზუსტი დროის ცოდნა. და ეს მოხდა ასეთი პირველი ზუსტი საათები შეიქმნა სწორედ აი მე-18 საუკუნის ბოლოს, მეორე ნახევარში. ამაზე არის სხვა შორის ძალიან საინტერესო წიგნი, რომლის ავტორი არის ამერიკელი მწერალი, მეცნიერების პოპულარიზატორი, ქალი დავა სობელი, რომელშიც ის აი სწორედ წერს ამის შესახებ, თუ როგორ მოახერხა ადამიანმა, ასე ვთქვათ, გრძედის გაზომვა და რა როლი ითამაშა ამაში გენიალურმა ინგლისელმა დურგალმა, რომელმაც შექმნა პირველი ზუსტი საათი, ქრონომეტრი, ეს იყო ჰარისონი, ცნობილი მექანიკოსი, რომლის პირველი ქრონომეტრები დღესაც დიდი პატივით ინახება გრინვიჩში, აი ზუსტი მეცნიერული ინსტრუმენტების მუზეუმში და ძალიან საინტერესო ისტორიაა, სხვა შორის ამ წიგნის ფაილი უნდა მქონდეს სადღაც, ვისაც საერთოდ გაინტერესებთ აი ისტორიასთან დაკავშირებული საკითხები, არა მარტო მეცნიერების, არამედ უფრო ზოგად კონტექსტში, ხო? მგონია, რომ ამ წიგნს სიამოვნებით წაიკითხავდით, ისე რომ თუ არ დამოვიწყდა, შემიძლია ეს ამ წიგნის ფაილიც ჩაგიდოთ მასალებში და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, წაიკითხოთ. მოკეთ, აი ზოგადად რაც შეიძლება დროის შესახებ ითქვას, როგორც წესი პირველ სლაიდზე ხედავთ, საკმაოდ დიდხანს გავჩერდით, იმიტომ რომ მოგვიწია ძალიან ბევრი რაღაცის თქმა დროის შესახებ, ალბათ დამაკმაყოფილებლად ვერ განვარტეთ, არა? თუმცა რაღაც გარკვეული თვისებები დროისა ვახსენეთ, კერძოდ ვახსენეთ, რომ დრო არის დაკავშირებული მატერიასთან, მისი არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომ ის აისახება მოვლენათა მონაცვლეობაში, მიზეზ-შედეგობრივობაში, ის რომ ნებისმიერი მოვლენა იკავებს დროის რაღაც შუალედს და ის რომ დროს ჩვენ ჩვეულებრივ ყოფთ სამ ნაწილად, წარსულად, აწყობთ და მომავლად, ხო? აი საინტერესოა, როგორ იცვლებოდა ადამიანის წარმოდგენები დროის შესახებ, აქ ჩვენ ძალიან საინტერესო ფაქტებს აღმოვაჩენთ, კერძოდ ვედებში, აი უძველეს ინდურ რელიგიურ ტექსტებში, რომლებიც მათი უძველესი ნაწილი თარიღდება მეორე 1000 წლეულით ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ანუ ისინი დაწერილია დაახლოებით 3000-3500 წლის წინ, აი უკვე მაშინ არსებობდა წარმოდგენა ეგრეთ წოდებულ ციკლურ დროზე. ანუ იმაზე, რომ დროს გააჩნია ციკლური აგებულება, რომ ხდება კრეაციების, განვითარებების, განადგურებების და შემდეგ ხელახალი დაბადებების, ანუ რეინკარნაციების ასეთი ჯაჭვური წყობა, ესე იგი დროს აქვს ასეთი, როგორ ვთქვათ, აი ციკლური აგებულება. ისტორია სამყაროსი წარმოადგენს ასეთი ციკლების თანმიმდევრობას, კიდევ ერთი სტუდენტი ყავს დაგვიანებული. და აი ამ ვედებში, როდესაც ამაზე ლაპარაკია, ძალიან კონკრეტულად არის სხვა შორის იქ ჩამოყალიბებული, მაგალითად წერია ასეთი უცნაური რამ, რომ თითოეული ციკლი გრძელდება
4,320,000 წელი. ხაზ ვინ გაზომა, მე არ ვიცი. ცოტა ღიმილის მომგვრელია, რა თქმა უნდა, ასეთი კონკრეტიკა, მაგრამ თავისთავად ეს ძალიან საინტერესოა, რომ აი უკვე მაშინ, ესე იგი უძველეს პერიოდში ადამიანი თურმე ფიქრობდა იმაზე, რომ დრო რაღაცნაირად დაკავშირებულია განმეორებადობასთან, ციკლურობასთან. როგორც ჩვენ ვნახავთ, როგორც უკვე ვნახეთ სხვათა შორის, როცა საუბრობდით პენროუზზე და მის სამყაროს ციკლურ მოდელზე, ხო, იდეების დონეზე, ანუ წმინდა ევრისტიკულად, აი ეს თანამედროვე კოსმოლოგიური თეორია, რომელიც მოდის პენროუზისგან, შეიძლება ითქვას, რომ წილნაყარია კავშირშია აი ამ უძველეს 3000 წლის წინ არსებულ ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ მისტიკურ წარმოდგენებთან ინდური ფილოსოფიიდან, ხო? ძალიან საინტერესოა სხვა შორის ასევე ის წარმოდგენები დროზე, რომელიც არსებობდა ძველ საბერძნეთში, აქ უნდა გამოვყოთ ერთ-ერთი ყველაზე მე ვიტყოდი ესეთი საიდუმლოებით მოცული ფიგურა, ნახევრად ლეგენდარული პიროვნება, ადრეული ბერძნული ფილოსოფიის ესეთი დიდი წარმომადგენელი, როგორიც იყო ჰერაკლიტე, რომელიც წერდა იმაზე, რომ დროს აქვს მარადიულად მიმდინარე ბუნება, ხო? რომელიც ასე ვთქვათ, საყოველთაო ცვალებადობის თავისებური სიმბოლოა. აქ ძალიან საინტერესო ანალოგია, საინტერესო მეტაფორა შემოიყვანა ჰერაკლიტემ. როდესაც ის საუბრობდა დროის მარადიულ დინებაზე, ის ადარებდა მას დინარეს და ამბობდა ასეთ რამეს, რომ შეუძლებელი ერთი და იგივე დინარეში ორჯერ შესვლა, არა? სამყარო ცვალებადია, ესე იგი ეს მიმდინარეობა ისტორიისა სამყაროს ისეთია, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ შევალთ ერთი და იგივე დინარეში ორჯერ, ვინაიდან, როდესაც მეორედ დავაპირებთ დინარეში შესვლას, ის უკვე სულ სხვა მდინარე იქნება, სხვანაირი, განსხვავებული. ანუ გვაქვს ესეთი საყოველთაო მარადიული ცვალებადობა, ხო? აქვე უნდა ითქვას, რომ აი ზოგიერთი თანამედროვე და ზოგიერთი უფრო გვიანდელი ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტეს აკრიტიკებდა ამ სიტყვებისთვის, მაგალითად იყვნენ ისეთებიც, ამაზე წერს დიოგენე ლაერტელი თავის ბერძენ ფილოსოფოსთა ცხოვრებაში, რომ ზოგიერთი სოფისტი თურმე ამბობდა, რომ ჰერაკლიტემო აი დიდი შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ შეუძლებელია ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ შესვლა, იმიტომ რომ ერთი და იგივე მდინარეში ერთხელაც შეუძლებელია შესვლა. ეს ძალიან საინტერესო დებულებაა სხვა შორის, რომელიც მოწონს ბევრ თანამედროვე ფიზიკოსს, იმიტომ რომ დინარე როგორც მოვლენა, ასე ვთქვათ, იმდენად ესეთი კარგი მეტაფორაა ცვალებადობისა, რომ ნახეთ, თქვენ რომ შედიხართ მდინარეში, სანამ მდინარეში გადადიხართ, ვთქვათ, ფონი იპოვეთ, ხო და გადადიხართ ერთი ნაპირიდან მეორეზე. მდინარე ამ პროცესშიც იცვლება, ანუ თქვენ რომ შეხვედით მდინარეში და გამოხვედით, უკვე გამოსვლის მომენტში ეს უკვე სხვა მდინარე იყო, ცოტა განსხვავებული შეიძლება სიჩქარე ქონდა, ვთქვათ, წყლის დინებას, ნაპირის ფორმა ოდნავ შეიცვალა, შეიძლება იქ რაღაც, ვთქვათ, მოირღვა, რომელიღაც კენჭი, ვთქვათ, რაღაც. იგი ხედავთ, თვითონ არათუ ორჯერ ერთხელ შესვლაც კი მდინარეში, შესვლა ხო რაღაცა პროცესია, რა, რომელიც მოვლენაა. მდინარეში შესვლა არის მოვლენა, რომელიც გარკვეულ დროის ინტერვალს იკავებს და ამ დროის ინტერვალში მდინარე იცვლება. ანუ მდინარე ერთი და იგივე არასდროს არ არის და ამდენად შეუძლებელი ერთი და იგივე მდინარეში ერთხელ შესვლაც კი. ეხლა ის ბერძენი სოფისტები, რა თქმა უნდა, ასე დეტალურად ამ საკითხს არ განიხილავდნენ, მაგრამ ალბათ რაღაც ამის მსგავს გულისხმობდნენ, როდესაც ჰერაკლიტეს აკრიტიკებდნენ, თუმცა ჰერაკლიტე ალბათ ამას თვითონაც კარგად ხვდებოდა და როდესაც ამბობდა, რომ ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია, შეიძლება სწორედ ამას გულისხმობდა, იმას, რომ მდინარეს, როგორც სამყაროს დროითი ევოლუციის სიმბოლოს აქვს ეს თვისება, რომ ის არის მარადიულად მიმდინარე და ცვალებადი, ხო? ამდენად ეს ძალიან საინტერესო და ესეთი მე ვიტყოდი ლამაზი ცოტა არ იყოს პოეტური იდეა და არანაკლებ ლამაზი იდეაა დროის ბორბლის იდეა, რომელიც ესეც ძალიან საინტერესო საკითხია. დროის ციკლურობა უკავშირდება ცნებას, რომელსაც პირობითად შეგვიძლია უწოდოთ დროის ბორბალი. ანუ კალაჩაკრა. ეს კალაჩაკრა არის აი სწორედ ტერმინი უძველესი ინდური ტექსტებიდან. სადაც ჩვენ სამყაროს, ასე ვთქვათ, დროით აგებულებაზე საუბრობთ და ესეთ აი წრიულ რაღაც სტრუქტურას ხატავთ და გულისხმობთ ამაში იმას, რომ დრო თავის თავში მოიცავს გარკვეულ განმეორებადობას, რა.
დღე-დაღამის განმეორებადობა, წელიწადის დრონი, საერთოდ აი ჩვენ დროის სვლას გვძნობთ გარკვეული მოვლენების, ასე ვთქვათ, ციკლურად განმეორების შედეგად. მაგალითად, ჩვენ საათის ციფერბლატს უყურებთ და ხედავთ, რომ დრო მიდის, ის არის მოძრაობს, თუმცა იმასაც კარგად ხედავთ, რომ ის არის კვლავ და კვლავ უბრუნდება ერთი და იგივე წერტილს. ხო, ესე იგი, თვითონ საათის ისრის სვლაშიც დროის ბორბლის ეს რაღაცა აი თითქოს სიმბოლო არის ჩადებული და ეს ძალიან საინტერესო სიმბოლოა, იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ჩვენ დროის ბორბალს ვაკვირდებით, ჩვენ ერთდროულად აღვიქვამთ როგორც იმას, რომ დრო თითქოს უსასრულოა და ამავე დროს აღვიქვამთ იმასაც, რომ დრო სასრულია, ჩაკეტილია, ციკლურია, ხო? როგორ შეიძლება ერთდროულად რაღაცა იყოს სასრულიც და უსასრულოც? აი თურმე წრე ამ ხრივ არის ძალიან საინტერესო ფიგურა, იდეალური ფიგურა, რომელსაც აქვს ეს თავისებურება, როდესაც მას მე გარედან ვუყურებ, რა თქმა უნდა, მე ვხედავ მას როგორც სასრულ ობიექტს, არა, მას გააჩნია რაღაცა სასრული რადიუსი, დიდი თუ პატარა, ხო? მაგრამ თუ მე წარმოვიდგენ, თქვათ, წერტილს, თქვათ, რაღაცა მოვლენას, რაღაცა სხეულს, რომელიც ამ წრეზე, ამ წრეწირზე ცხოვრობს და შეუძლია მოძრაობა აი მხოლოდ აი ამ წრეწირის გასწვრივ, არა? მან რამდენიც არ უნდა იმოძრაოს, ის ბოლოში ვერაზროს ვერ მივა. ის ყოველთვის, ასე ვთქვათ, დაუბრუნდება საწყის წერტილს. ანუ ნახეთ, წრეწირის, ასე ვთქვათ, წრეწირი წარმოადგენს ობიექტს, რომელიც არის თან სასრული და თან ამავე დროს უსაზღვრო. რა თქმა უნდა, ის შემოსაზღვრულია, როდესაც მე გადავდივარ მეორე განზომილებაში, არა? საკმარისია მე ვისწავლო მოძრაობა ორი განსხვავებული მიმართულებით, რომ მე მივალ კიდესთან და დავინახავ, რომ ამ კიდის იქით არაფერი არ არის. ანუ აღმოვაჩენ, რომ ეს ჩემი სამყარო, ეს წრიული სამყარო არის შემოსაზღვრული და სასრული, მაგრამ თუ მე ვარ ერთგანზომილებიანი ობიექტი, წერტილი, რომელიც ცხოვრობ აი ამ წირზე, ჩემთვის ეს სამყარო უსაზღვროა, იმიტომ რომ მე რამდენიც არ უნდა ვიარო ამ წრეწირის გასწვრივ, ვერასდროს ბოლოში ვერ მივალ. თუმცა დაუბრუნდები კვლავ და კვლავ ერთი და იგივე წერტილს. მე რომ თქვათ აქ რაღაცა ნიშანი გავაკეთო აი ამ ადგილას, რომ წავალ რაღაცა დროის შემდეგ, მოვალ და დავბრუნდები იგივე წერტილში, არა? ანუ აღმოვაჩენ, რომ ჩემი სამყარო ჩაკეტილია. ხო, ესე იგი ეს არის დაახლოებით ასეთი აღმოჩენა გააკეთა მაგელანმა და მისმა მეზღვაურებმა, არა, როდესაც მათ გაცურეს დასავლეთისკენ, არა? და საბოლოოდ დაბრუნდნენ იმ წერტილში, საიდანაც დაიწყეს მოგზაურობა. აღმოაჩინეს, რომ დედამიწა მრგვალი. ცხადია, მათთვის ეს აღმოჩენა არ იყო მოულოდნელი, ისინი ასეც ფიქრობდნენ, რომ ასე იქნებოდა. პირიქით მოელოდნენ, რომ დედამიწა უფრო პატარა იყო. მაშინ ეს საინტერესო ფაქტია, რომ მაშინდელი ასტრონომების და გეოგრაფების წარმოდგენით დედამიწა უფრო პატარა იყო, ვიდრე ის სინამდვილეში არის და ამიტომ აი როდესაც მაგელანის ექსპედიცია წყნარ ოკეანეს ერავდა, ხო, აი მეზღვაურებს ლამის სასოწარკვეთა დაეუფლათ, იმიტომ რომ გადიოდა კვირები და არ ჩანდა ხმელეთი. ანუ აღმოჩნდა, რომ აი ეს უზარმაზარი სივრცე, ეს წყნარი ოკეანე არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე თქვათ ეს ძველ გლობუსებზე და რუკებზე იყო აღნიშნული, არა? მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისინი დაბრუნდნენ იქ, საიდანაც წამოვიდნენ. ანუ და მათ აღმოაჩინეს, რომ დედამიწის ზედაპირი არის სასრული ჩაკეტილი სამყარო, ხო? ამდენად ახლა თუ ჩვენ დაუბრუნდებით დროის ცნებას, ნახეთ ძალიან საინტერესოა, რომ ესე იგი ეს კალაჩაკრა, ეს დროის ბრუბალი არის ერთდროულად, ესე იგი უსასრულობის და ამავე დროს ციკლურობის განმეორებადობის სიმბოლოც და ეს ცნება ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ გვხვდება ძალიან განსხვავებულ კულტურებში და ძალიან განსხვავებულ ისტორიულ ეპოქებში. დროის ბორბლის ცნება ჩვენ გვხვდება მაგალითად ბაბილონში, გვხვდება ძველ საბერძნეთში, გვხვდება სხვადასხვა აღმოსავლურ კულტურებში, გვხვდება ისეთ კულტურებშიც, რომლებიც აი უფრო მოგვიანებით იყო აღმოჩენილი, მაგალითად ჩრდილო ამერიკულ და სამხრეთ ამერიკულ ინდიელთა კულტურებში. ეს ძალიან საოცარი ფაქტია, რომ აი ესეთ ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულ, როგორც დროში, ასევე სივრცეში ცივილიზაციებს ჰქონდათ ეს ერთი და იგივე სიმბოლო დროისა, დროის ბორბალი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმბოლოს ეთყობა რაღაცა ძალიან ღრმა იდეური დატვირთვა აქვს. აი თუ გავიხსენებთ ჩვენ იმას, რაზეც ჩვენ ლაპარაკობდით პირველ ლექციაზე, გახსოვთ, როდესაც საუბრობდით
პენროუზზე და სამყაროს სამ ასპექტზე, არა? ფიზიკურ, მენტალურ და იდეათა სამყაროებზე. აი შეიძლება ასე ვთქვათ, რომ დროის ბორბალი ის იდეაა, რომელიც იდეალური სამყაროს ნაწილია. და ადამიანმა რაღაცნაირად ეს იდეა, ასე ვთქვათ, თავის მენტალურში შემოიყვანა, ეს იდეა გაითავისა და ამ იდეას თითქოს აი მას შემდეგ ეთამაშება და ამ იდეას რაღაც სხვადასხვანაირ ფორმას აძლევს, შეიძლება სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებს, არა, მაგრამ თავისთავად ეს იდეა, დროის ბორბლის იდეა, თითქოს აი მას შემდეგ რაც ერთხელ ადამიანმა მოიპოვა, რაღაცნაირად გახდა ჩვენი მენტალური სამყაროს საერთო ელემენტი, თუმცა ალბათ მისი აღმოჩენა ამ იდეის, ასე ვთქვათ, დანახვა და მისი გაგება არ მომხდარა ერთი ადამიანის მიერ. ალბათ ამას სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა ეპოქებში ახერხებდნენ ერთმანეთისგან მეტნაკლებად დამოუკიდებლად და ამითია საინტერესო სხვა შორის კაცობრიობის ისტორია, ანთროპოლოგია როგორც დარგი მეცნიერების მე თვითონ არა ვარ ანთროპოლოგი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ესეთი ინტერესი და დიდი როგორ გითხრათ, აქტუალობით უყურებ ამ მეცნიერებას, იმიტომ რომ ეს მეცნიერება სწავლობს ადამიანს და ამავე დროს სწავლობს უფრო ზოგად კონტექსტში სწავლობს ადამიანის წარმოდგენებს სამყაროზე, არა, როგორ იცვლებოდა ეს წარმოდგენები და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტიურად რასაც სწავლობს ანთროპოლოგია, ეს არის სწორედ აი ფიზიკურის, მენტალურის და იდეალურის ურთიერთობები, არა, როგორ ხდება მენტალურში აღქმა აი ამ ფიზიკურის და იდეალურისა და როგორ არის ერთმანეთში გადახლართული ეს ცნებები და როგორია მათი ევოლუცია. ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ აი როდესაც გვექნება ლექცია არქეოასტრონომიაზე, ეს მე მგონი არის ერთ-ერთი შემდეგი ლექცია, მე-7 თუ მე-8, აღარ მახსოვს. აი ჩვენ ვნახავთ, რომ როგორ იცვლებოდა ადამიანის წარმოდგენები სამყაროზე და რა როლს თამაშობდა ეს წარმოდგენები ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანთა, ასე ვთქვათ, წესჩვეულებებში, ადამიანთა რელიგიურ წარმოდგენებში. ანუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რასაც ადამიანი ხედავდა ცაზე, როგორ აღიქვამდა იგი ამას, იმაზე თუ როგორი იყო ის საზოგადოება, რომელშიც ის ცხოვრობდა. და ეს კავშირები იყო ძალიან ღრმა და ძალიან არაერთგვაროვანი. არა მარტო იმიტომ, რომ თქვათ, არსებობდა ამა თუ იმ კულტურაში ესეთი რჩეულ ადამიანთა ნაწილი, შეიძლება ესენი იყვნენ ქურუმები, თქვათ, ვარსკვლავთ მრიცხველები, აი ეს ჰიმნოსოფისტები, რომლებსაც პირონი შეხვდა ინდოეთში, ანუ ადამიანები, რომლებსაც უფრო ღრმა და ისეთი ინტიმური ცოდნა ჰქონდათ თითქოს სამყაროსი, ხო? და რომლებიც ამ ცოდნას იყენებდნენ თავისი სოციალური და თქვათ, ისეთი პიროვნული სტატუსის დამკვიდრებისთვის და ეს რაღაცა გავლენას ახდენდა უკვე საზოგადოების ცხოვრებაზე, ხო? იქამდე რომ ადამიანებს ხანდახან ეს თავისი წარმოდგენები სამყაროს შესახებ იმდენად მნიშვნელოვანი ეგონათ, რომ მზად იყვნენ ძალიან დიდი ფიზიკური ძალისხმევა მოეხდინათ, თქვათ, იმისთვის, რომ აი ეს იდეები განეხორციელებიათ დედამიწაზე, რა. აი ამის შესანიშნავი მაგალითია ის საოცარი ნაგებობები, მეგალითური ნაგებობები, რომელიც არსებობს სხვადასხვა ადგილებში დედამიწაზე და რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება იმ კულტურის, იმ ცივილიზაციის ასტრონომიულ წარმოდგენებს და რელიგიურ წარმოდგენებს. აი ეს ასტრონომიული და რელიგიური წარმოდგენები ხშირად ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ამიტომ აი ამას სწავლობს არქეოასტრონომია, ეს ძალიან საინტერესო დარგი მეცნიერებისა და ჩვენ ვნახავთ, რომ მაგალითად ისეთი საოცარი მეგალითური ნაგებობა, როგორც არის Stonehenge ინგლისში, ან როგორც არის მაგალითად Newgrange ირლანდიაში, ან ის საოცარი, თქვათ, გეოგლიფები, ის საოცარი ნახატები და ნახაზები, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში, პერუში, ჩილეში არსებობს, ხო, უდაბნოებში, ნაცკას უდაბნოში, ასევე ატაკამას უდაბნოში, ხო, ეს აი რაღაცა დღეს ბოლომდე ჩვენთვის გაუგებარი, მაგრამ აშკარად ისეთი რამ, რაც აი პირდაპირ ჩანს, რომ იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას იმ ადამიანებისთვის, რომ მაშინ როცა მათ არ ჰქონდათ, ხო, ისეთი ტექნიკური საშუალებები მშენებლობისა, ისინი ასეთ გრანდიოზულ ნაგებობებს ქმნიდნენ. აი Newgrange მაგალითად ირლანდიაში, რომელსაც ჩვენ ერთ-ერთ შემდეგ ლექციაზე გავეცნობით, არის აშენებული დაახლოებით 5000 წლის წინ და საოცარია, აი როგორ გითხრათ, ისეთ ნაგებობაა, რომელიც როდესაც იქ ხარ, ათვალიერებ, ხედავ, გიჩნდება ასეთი განცდა, რომ ეს ისეთი რამეა, რაც წესით არ უნდა არსებობდეს. შეუძლებელია, რომ ეს არსებობდეს. ამ დროს ეს არსებობდა, შენ ხვდები, რომ
ესე იგი ის ხალხი, ვინც ეს ააშენა, როგორ ვთქვათ, როგორი ნიშნულობის იყო მათთვის ეს მშენებლობა, რომ მათ მოახერხეს მაშინ თავისი, ასე ვთქვათ, იმდროინდელი საშუალებების გამოყენებით ასეთი რამის შექმნა. ესე იგი ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ეს წარმოდგენები, რომლებიც მათ ჰქონდათ და რომლებიც უკავშირდებოდა სამყაროს აგებულებას, ხო? ძალიან დიდ როლს თამაშობდა მათ ცხოვრებაში. კარგით, ახლა ჩვენ ცოტა გადაუხვიეთ ჩვენს თემას, მაგრამ მე მგონი მაინც სასარგებლო იყო ამის შესახებ თქვა, რომ ესე იგი ეს დროის ბურბლის ცნება სწორედ იყო ერთ-ერთი ისეთი არქეტიპული ცნება, რომელიც როგორც ჩანს იდეალურ ფორმათა სამყაროდან გადავიდა მენტალურში და გახდა სხვადასხვა კულტურების ნაწილი სხვადასხვა ეპოქებში, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას, როგორ შეიძლება რომ ეს ერთი და იგივე სიმბოლო არსებობდეს, თქვა ისეთ განსხვავებულ კულტურებში, როგორებშიც ის არსებობს, როგორც განსხვავებული, როგორც მათი მდებარეობის თვალსაზრისით, ასევე იმ ეპოქების თვალსაზრისით, როდესაც ისინი არსებობდნენ, იმიტომ რომ აშკარად ამ კულტურებს, ამ ცივილიზაციებს შორის პირდაპირ უშუალო კონტაქტი არ ყოფილა. შესაბამისად, მათ ეს იდეები დამოუკიდებლად განავითარეს ერთმანეთისგან, ხო? კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა, კიდევ ერთი მე ვიტყოდი ესეთი ცოტა არ იყოს მისტერიული, მისტიკური იდეა, რომელიც დროსთან დაკავშირებით გამოთქმულა, უკავშირდება ისევ და ისევ სოფისტებს და მათ ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე აი ამ სოფისტმა ანტიფონემ ძალიან საინტერესოა და მე ვიტყოდი ცოტა არ იყოს პროვოკაციული, ესეთი პარადოქსული რამ თქვა. მან თქვა, რომ დრო არ არის რეალობა, დრო არ არის რეალურია, არამედ ეს არის გარკვეული ზომა და კონცეფცია. ნახეთ, ფაქტიურად რა არის ამ სიტყვებში ნათქვამი, რომ დრო არის ის, რაც ადამიანმა მოიგონა, ადამიანის, ასე ვთქვათ, მენტალურის ნაყოფია. აი პენროუზი ასე იტყოდა, რომ ანტიფონეს მიხედვით, დრო არ არის არც ფიზიკური, დრო არ არის არც, ასე ვთქვათ, იდეალური ფორმა, არამედ არის გარკვეული კონცეფცია და გარკვეული ზომა, გარკვეული ცნება, რომელიც არის ნაყოფი ადამიანისა. ესე იგი, არანაირი დრო ადამიანის გარეშე არ არსებობდა. დრო არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჩვენ მოვიგონეთ ეს ცნება. ეს იდეა შემდეგ განავითარა პარმენიდემ, რომელიც ერთ-ერთ თავის ნაშრომში პირდაპირ ლაპარაკობს ამის შესახებ, რომ დროც, მოძრაობაც და ცვლილებებიც ეს არის ილუზიები, იმიტომ რომ ნახეთ, თუ დრო ილუზიაა, თუ დრო ადამიანის მოგონილია, მაშინ მოძრაობაც ილუზიაა, იმიტომ რომ მოძრაობას აღვიქვამ იმდენად, რამდენადაც უშვებ, რომ დრო მიედინება, არა? ეს ძალიან ღრმა და ძალიან საინტერესო პარადოქსული მოსაზრებებია, შემდეგ ეს უკვე სტოიკოსებმაც აიტაცეს და ამასთან დაკავშირებით ზენონს ჰქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო ესეთი პარადოქსი, შესაძლოა ამის შესახებ გსმენიათ, მაგალითად არის ესეთი ძალიან ცნობილი, ეგრეთ წოდებული ისრის პარადოქსი, როდესაც აი ფილოსოფოსი მსჯელობს და ამტკიცებს ლოგიკურად, რომ გასროლილი ისარი არ მოძრაობს, ხა თითქოს სისულელეა და პარადოქსია, ხო, როგორ შეიძლება ისარი, რომელიც მიფრინავს, არ მოძრაობდეს, მაგრამ აი როგორ მსჯელობს ეს ფილოსოფოსი, ნახეთ, ის ამბობს, რომ ისარი დროის ყოველ მომენტში გაჩერებულია, ხო? დროის რომელი მომენტიც არ უნდა ავიღოთ, რაღაც მომენტში რომ ყისიერი ფოტო გადავუღოთ ისარს, ის გაჩერებულია. მაგრამ დრო შედგება მომენტებისგან, ხო? და თუ დროის ნებისმიერ მომენტში ის არის გაჩერებულია, ესე იგი ის არის გაჩერებულია, ის არ მოძრაობს. აი როგორი მსჯელობაა, რომელიც თითქოს თავიდანვე გვესმის, რომ აბსურდულია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ როგორ მოძრაობს ის არის, მაგრამ მეორე მხრივ აი ჩვენ თითქოს ამ ლოგიკური მსჯელობით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მოძრაობა ილუზიაა, მოძრაობა ირეალურია, ხო? და მოძრაობა ირეალურია, იმიტომ თუ ჩავუკვირდებით ამ მსჯელობას, რომ თვითონ დრო არის ირეალური, აი ჩვენ რომ დავყავით მომენტებად, ხო, რაღაცა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, რომელიც არის ჩვენს მიერ მოგონილი და შექმნილი, ხო? ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ მივედით ასეთ პარადოქსამდე. ნუ ამასვე უკავშირდება კიდევ უფრო ცნობილი პარადოქსი, ეგრეთ წოდებული აქილევსის და კუს პარადოქსი, რომელიც ალბათ გსმენიათ და აღარ ვახსენებ. და საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ აი ეს წარმოდგენა დრო როგორც ილუზია არ არის უცხო სხვა ცივილიზაციებისთვისაც, ეს არ არის მხოლოდ წმინდა ბერძნული აზროვნების ნაყოფი, არამედ ეს იდეა საკმაოდ გავრცელებული ასევე ბუდისტურ აზროვნებაში, სადაც სწორედ აი საუბარია დროზე როგორც ილუზიაზე
და ესეც საინტერესოა, რომ ესე იგი ეს იდეა, დროის ირეალურობის იდეა, თურმე შეიძლება დედამიწაზე მოსულიყო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ადამიანების თავებში, უხეშად რომ ვთქვათ, რაც შესაძლოა იმაზე მეტყველებს, რომ ეს იდეაც არის რაღაც იდეათა სამყაროს ერთ-ერთი ელემენტი, არა, რომელიც ადამიანმა მოიპოვა, ვთქვათ, თავისი რაციონალური განსჯის გზით. კარგი, ჩვენ ახლა შეგვიძლია შევისვენოთ, საინტერესო რაღაცებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დასვენება არ გვაწყენს, მოდი ამიტომ 10 წუთიანი შესვენება გამოვაცხადოთ ახლა და 10 წუთის შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. გავაგრძელოთ, მოდი საინტერესო ადგილას გავჩერდით, ესე იგი საუბრობდით იმაზე, რომ არსებობს ასეთი წარმოდგენაც დროის შესახებ, რომ დრო ირეალურია და რომ ეს არ არის მხოლოდ რომელიღაც ერთი მოაზროვნის ან თუნდაც ერთი კულტურის ნაყოფი, არამედ იდეა, რომელიც, ვთქვათ, სხვადასხვა ადგილებში და სხვადასხვა დროს გაჩენილა და ამდენად საკმარისად საინტერესოა. როგორც ჩვენ ნახავთ, თვითონ დროის ირეალურობის იდეა შემდეგ უკვე სხვა ფორმით, უკვე ბევრად უფრო გვიან ევროპულ ფილოსოფიაშიც გაჩნდა და ეს არის ესეთი დროის სუბიექტურ იდეალისტური აღქმის თეორია, რომელიც საკმაოდ სერიოზულ და ძალიან ისეთ მნიშვნელოვან მოაზროვნეებს ჰქონდათ გამოთქმული. ამაზე ცოტა მოგვიანებით. ეხლა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, ეგრეთ წოდებული რიცხობრივი და ღვთაებრივი დრო. აი ზოგიერთ ცივილიზაციებს, ზოგიერთ კულტურებს, აი წმინდა ენობრივ დონეზეც კი ჰქონდათ ორი განსხვავებული ცნება დროისთვის. აი ნახეთ მაგალითად საბერძნეთში ხო, როდესაც საუბრობდნენ დროზე, გამოიყენებოდა ორი სიტყვა. ერთი სიტყვა იყო ქრონოსი, ქრონოს. ეს არის რიცხობრივი, თვლადი დრო, ის დრო, რომელიც უკავშირდება ქრონოლოგიას, თანმიმდევრობის საზომი, აი როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაგალითად ესა თუ ის მოვლენები ერთმანეთს თანმიმდევრულად მისდევენ, რომ რაღაცა მოვლენები არის რომელიღაც სხვა მოვლენების მიზეზები ან შედეგები, არა? და რომ ეს არის თვლადი, ამის გაზომვა შეიძლება, ხო? ეს არის აი ზუსტად ის დრო, რომელზეც მე ვთქვი, გახსოვთ ის სახუმარო განმარტება, რომ დრო არის ის, რასაც ზომავს საათი, არა? აი ეს ქრონოლოგიური დრო არის ზუსტად ის დრო, რომელსაც ზომავს საათი. მაგრამ გარდა ამისა, ნახეთ, ბერძნებს ჰქონდათ მეორე სიტყვა დროისთვის, ეს არის კაიროსი, ანუ ეგრეთ წოდებული ღვთაებრივი მომენტის ცნება. ის მომენტი ან პერიოდი, როცა რაღაცა განსაკუთრებული ხდება, ან უნდა მოხდეს. ეს უკვე, როგორ გითხრათ, ეს რაღაცა განსხვავებული დრო არის, თითქოს ეს უფრო ისეთი თვისობრივი რაღაცა ცნებაა, რომელიც აი ან ვთქვათ, კერძო ცხოვრებაში ამა თუ იმ ადამიანის ან შესაძლოა გარკვეული ქვეყნის, გარკვეული კულტურის ისტორიაში შეიძლება იყოს რაღაცა გამორჩეული პერიოდი ან გამორჩეული მომენტი, რომელიც გამორჩეულია იმითი, რომ რაღაცა განსაკუთრებული მოხდა ან მომხდარა, ხო? ასეთი გამორჩეულობა ამ კაიროსის, ხო, ამ ღვთაებრივი მომენტის, ეს ძალიან ისეთი, მე ვიტყოდი, ცოტა არ იყოს წინააღმდეგობრივი და საინტერესო ცნება, მაგრამ ეს ცნება, ეს გაორება, ეს წმინდა ლინგვისტური გაორება, რიცხობრივი და ღვთაებრივი დროისა, რაღაცნაირად ასახული არის ასევე სხვა ცივილიზაციებშიც და აი მაგალითად ამაზე ძალიან საინტერესოდ საუბრობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სექსტუს ემპირიკუსი და აი სწორედ მას ეკუთვნის ეს განთქმული დროის არარსებობის პარადოქსი, რომელიც მან ჩამოაყალიბა, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვანაირად მოიხსენება, მაგალითად მას ხანდახან უწოდებენ დროის ტრიპარტიციის, ანუ დროის სამად დაყოფის პარადოქსს. ეს პარადოქსი ასე ჟღერს, ნახეთ. სექსტუს ემპირიკუსი ამბობს, დრო შედგება წარსულისგან, აწმყოსგან და მომავლისგან. მაგრამ წარსული უკვე აღარ არსებობს, მომავალი ჯერ არ არსებობს, ხოლო აწმყო მხოლოდ მოუხელთებელი საზღვარია ამ ორ არარსებულს შორის. ნახეთ, ესე იგი ფაქტიურად
სად მივყავართ, რა უნდა რომ დაგვაჯეროს, რომ დრო არის რაღაცა, რაც დაყოფილია სამ ნაწილად, მაგრამ ამ სამი ნაწილიდან ერთი უკვე აღარ არსებობს, მეორე ჯერ არ არსებობს, ხოლო მესამე ის, რასაც აწმყოს ვეძახით, ეს არის რაღაცა მართლა მოუხელთებელი, ისეთი, რომელიც აი მუდმივად იცვლება, მუდმივად უხილავია, ესე მას ხელს ვერ მოუჭიდებთ, არა, ეს არის რაღაცა მოუხელთებელი საზღვარი ორ არარსებულს შორის. ესე იგი, თუ რაღაცა შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც არ არსებობენ და მესამესგან, რომელიც არის საზღვარი ამ ორ არარსებულს შორის, მაშინ ეს რაღაცა არ არსებობს. ხო, ანუ მივდივართ თითქოს დროის არასუბსტანციურობის დამტკიცებამდე. მივდივართ იმკამდე, რასაც ამბობდნენ, თქოთ, იგივე სოფისტები, არა, რომ დრო ირეალურია, დრო ილუზორულია. ძალიან ისეთი საინტერესო დებულება, საინტერესო მსჯელობაა და თითქოს და ეს ის მსჯელობაა, რომელიც აი ეჭვს გვიჩენს იმაში, რომ რასაც ჩვენ ვეძახით გაზომვათ თვლად დროს, ქრონოს, ეს მართლაც თითქოს ჩვენი მოგონილია. ანუ ისეთი რამ არის, რაც ჩვენ ადამიანებმა მოვიგონეთ იმისთვის, რომ სამყაროს აგებულებისთვის რაღაცა ჩვენთვის გასაგები, სისტემატური, მოწესრიგებული სახე მიგვეცა, რომ რაღაცნაირად გაგვერჩია ერთმანეთისგან მოვლენები. თვითონ რო ვყოფთ რეალობას, ფიზიკურ რეალობას, რომელსაც ვაკვირდებით მოვლენებად და რომ თვლით, რომ ეს მოვლენები გარკვეულ დროის შუალედებს იკავებენ, ესეც თითქოს ჩვენი მენტალურის ნაყოფია. ანუ ჩვენ ასეთნაირად დავინახეთ, ასე აღვიქვით ეს სამყარო, თორე სინამდვილეში ფიზიკურში, იმ რეალურში, ასე ვთქვათ, ხო, ფიზიკურ რეალურში არანაირი თვლადი, გაზომვადი დრო არ არსებობს, ხო? ძალიან პარადოქსული მსჯელობა, რომელიც აი იმ თავითვე გვიჩენს რაღაც შინაგანი პროტესტის გზნობას და გვიჩნდება სურვილი, რომ ეს უარყოთ და ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის, გვატყუებენ აშკარად რაღაცას ისე ზღვეუბნებიან, რაც რეალობას არ შეესაბამება, თუმცა აქვე ჩდება კითხვა, რა არის ეს რეალობა, ხო? ანუ რამდენად ადეკვატურია ჩვენი აღქმა რეალობისა და ის ნამდვილი ფიზიკური რეალობა, რომელიც თქვათ არსებობს და რომელსაც ჩვენ ყველანი თანხმდებით, რომ ის ჩვენგან დამოუკიდებლად, სუბიექტისგან დამოუკიდებლად არსებულია. ძალიან საინტერესო საკითხია, საკითხი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პარადოქსულია თავისი არსით. და სხვათა შორის, აი თანამედროვე ინტერპრეტატორები და კომენტატორები აი სექსტუსის ამ მსჯელობისა ცოტა სხვანაირ დასკვნამდეც მიდიან, რომელიც შესაძლოა ასევე ძალიან დამაჯერებელი მოგვეჩვენოს, რომ რეალურად ამ თავისი პარადოქსით მან მიგვანიშნა დროის სამად დაყოფის იდეის წინააღმდეგობრიობას. ესმით, არა იმაზე, რომ დრო მართლა არ არსებობს, არამედ იმაზე, რომ აი ეს დაყოფა აწმყო, ესე იგი წარსული, აწმყო და მომავალი, აი ეს ნამდვილად ადამიანურია, ეს ადამიანის მოგონილია. ესმით, ეს არის ის, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, მოვიგონეთ, ჩვენ აი ამ რეალურ არსებულ დროს ეს თვისება მივანიჭეთ და მივანიჭეთ იმიტომ, რომ ასეთნაირად უფრო გვიადვილდება აღქმა რეალობისა. და აი თვითონ აი ეს რა კი ეს ჩვენი შეტანილია, არ არის სუბსტანციური, არ არის დროის, ნამდვილი მახასიათებელი. ამიტომაც არის ეს დაყოფა პარადოქსული. ამიტომაც არის, რომ მას შემდეგ რაც დავიჯერეთ ის, რაც ჩვენ თვითონ მოვიგონეთ, ხო? დროის ტრიპარტიცია, ჩვენ უცბად მივედით რაღაც პარადოქსულ შედეგამდე. ასეთი რამები მომხდარა და ხდება საერთოდ, რომ ადამიანი რაღაცას მოიგონებს, რა, დაიჯერებს თავისსავე მოგონილს და შემდეგ აღმოაჩენს, რომ ეს მას გარკვეულ ლოგიკურ წინააღმდეგობებს და პრობლემებს უჩენს, რა. ადამიანი იჯერებს, თქვათ, რაღაცა ღვთაების არსებობას, აი რამდენ კულტურაში მომხდარა ეს, ხო, რომ ჩვენ გვექნება ლექცია სხვა შორის, ძალიან საინტერესო ლექცია აღდგომის კუნძულზე, სადაც ჩვენ ვნახავთ, რომ აი ეს საოცარი ცივილიზაცია, რომელიც წყნარ ოკეანეში პაწაწინა კუნძულზე გაჩნდა, მიაღწია განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს და შემდეგ განადგურდა და გაქრა. ნუ რა იყო ამის მიზეზები, ესეც ძალიან საინტერესოა და ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის დღევანდელი ლექციის კონტექსტში, რომ რაღაც ეტაპზე ამ ხალხმა, რომელსაც გარკვეული ღვთაებები ყავდათ, ხო, მათ რელიგიურ წარმოდგენებში არსებობდა გარკვეული ასეთი მითოლოგიური, მისტიკური რაღაც ცნებები, ისინი აღმერთებდნენ თავისი წინაპრების სულებს და მათ უდგავდნენ, ასე ვთქვათ, ქვის ქანდაკებებს, ესე ცნობილი მოაი, რომლებითაც მოფენილია ეს კუნძული. იმიტომ რომ მათ ჯეროდათ, რომ ეს, ასე ვთქვათ, თუ ასე მოიქცეოდნენ, თუ პატივს სცემდნენ თავის წინაპრების სულებს, მაშინ მათი წინაპრები დაიცავდნენ მათ,
ასე ვთქვათ, სხვადასხვა სტიქიური უბედურებებისგან და პირველ რიგში უზრუნველყოფდნენ იმას, რომ კუნძულზე უხვად მოსულიყო წვიმა, რომ არ ყოფილიყო გვალვა და რომ მათ ჰქონდოდათ სარჩო საბადელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის, იმიტომ რომ ეს არის კუნძული, რომელიც სადღაც ოკეანეშია ჩაკარგული და ამ ადამიანებს სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ. ანუ ისინი კრიტიკულად იყვნენ დამოკიდებული კლიმატზე და ბუნებრივ პირობებზე და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მათ გააღმერთეს თითქოს რაღაცა იმ იმედით, რომ ეს რაღაცა მათ დაეხმარებოდა თავისი ცხოვრების მოწყობაში. ხო და როდესაც რაღაც ეტაპზე ისინი განიხიბლენ და როდესაც მათ დაკარგეს ეს რწმენა წინაპრების სულებისა, იმიტომ რომ შეიცვალა კლიმატი და როგორც მეცნიერული კვლევა აჩვენებს, მოვიდა ისეთი პერიოდი, როდესაც კუნძულზე სისტემატურად იყო მოუსავლიანობა, მათ ასე ვთქვათ გაუცრუდათ იმედი, მათ დაკარგეს ეს რწმენა და ის რაც თვითონვე დაიჯერეს, უარყვეს, გაუჩნდათ ესე იგი დიდი ანტაგონიზმი, მათ თვითონვე წააქციეს, დასცეს ეს ქვის კერპები, ეს ქვის ქანდაკებები, ისე რომ როდესაც უკვე ევროპელები მივიდნენ ამ კუნძულზე პირველად, ხო? უმეტესობა ამ ქანდაკებებისა იყო წაქცეული. ესეთი შეიძლება ითქვას, რომ ესეთი მსოფლმხედველობითი ტრაგედია მოხდა ამ კუნძულზე, ხო? ეს კუნძული იყო თავისებური პატარა სამყარო, იმიტომ რომ კიდევ მეორე ეს ცივილიზაცია იყო ძალიან იზოლირებული მთელი დანარჩენი სამყაროსგან. და მათ რაღაცა დაიჯერეს, რაღაც ირწმუნეს, ხო? და შემდეგ ასე ვთქვათ, ეს წმენა, ეს მათი რწმენითი კატეგორია მოვიდა წინააღმდეგობაში რეალობასთან. ხო, რაღაც ასეთი რამეები ხშირად ხდება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა კონტექსტებში. შესაძლოა დროის ტრიპარტიცია სწორედ ასეთი იდეაა. იმდენად ბუნებრივია ეს იდეა ჩვენთვის, ხო? წარსული აწყო მომავალი, იმდენად ლოგიკურია, იმდენად კარგად ესადაგება თითქოს ჩვენ აღქმას სამყაროსი, რომ ძალიან გაგვიჭირდება ამას შეველიოთ, არა? კი, წარსული უკვე აღარ არსებობს, მაგრამ წარსული არსებობდა, ხო, ჩვენ გვახსოვს რაღაცები წარსულიდან, ამიტომ ჩვენ ვერანაირად ვერ შეველევით იმას, რომ წარსულში რაც მოხდა, ის რეალურად მოხდა და ის რეალურია, ის ჩვენი მეხსიერების ნაწილია, ხო? და ასევე ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ თქვა მომავალი რეალურია, რომ მომავალში რაღაცა იქნება. სხვა საქმეა, რა იქნება ეს რაღაცა და ჩვენ თვითონ ვიქნებით თუ არა იმ მომავალში, ისე როგორც იმედი გვაქვს, რომ ვიქნებით, მაგრამ მომავალი რომ მოვა და იქნება, ეს თითქოს საეჭვო არ არის. ესე იგი, თვითონ ეს დაყოფა, ხო, დროის სამად და ამ დაყოფის ეს შინაგანი ლოგიკა თითქოს, ხო? ერთი მხრივ ძალიან დამაჯერებელია, მაგრამ მეორე მხრივ, როცა უფიქრდებით მის ცალკეულ ასპექტებს, ხედავთ, რომ აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები და სექსტუსმა აშკარად კარგი რამ გააკეთა იმითი, რომ ეს პარადოქსი ჩამოაყალიბა, იმიტომ რომ დაგვაფიქრა იმაზე, რომ რაღაცეები, რაც ჩვენ გონია რეალობის ისეთ ფუნდამენტურ ელემენტები გონია, სინამდვილეში შეიძლება არის ჩვენი მენტალურის, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფები, არ არის სუბსტანციური. ამდენად ეს თითქოს და ძალიან ისეთი კრეხელური და პარადოქსული მოსაზრება, რომ დრო შესაძლოა არ არის სუბსტანციური, ძალიან საინტერესოა და ჩვენ ნახავთ, რომ ეს იდეა არც თანამედროვე სამყაროში არის, ასე ვთქვათ, ბოლომდე უარყოფილი და მივიწყებული, ხო? ხა ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი, ეს არის დროის აღქმა იუდაისტურ კულტურაში. ნახეთ, აქაც ორი ცნება არსებობს, ორი სიტყვა, დრო და ჟამი. ჩვენც გვაქვს ქართულ ენაში, ხედავთ ეს ორი სიტყვა. ესე იგი, ებრაულ ენაში დრო, იდან ეს სიტყვა. ეს არის ის გარემო, ის განზომილება, რომელშიც მოვლენები ბინადრობენ. ძალიან საინტერესოა, რომ აქ პირველად ვიხმარე მე ტერმინი განზომილება, რომელიც შემდეგ უკვე მათემატიკაში და ფიზიკაში დამკვიდრდა და დაიწყეს მეცნიერება საუბარი დროზე, როგორც მეოთხე განზომილებაზე, ხო? ესე იგი, ეს იდანი არის თითქოს ის განზომილება, რომელშიც მოვლენები არიან მოთავსებული და დაალაგებული, სადაც მოვლენები ბინადრობენ, ხო? ხოლო რა არის ჟამი? ჟამი ეს არის დროის ის შუალედი, რომელსაც ესა თუ ის მოვლენა იკავებს. ყველა მოვლენა იკავებს გარკვეულ დროით შუალედს. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. და საინტერესოა, რომ ეს ორივე სიტყვა არის გამოყენებული ძველი აღქმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტექსტში, ეკლესიასტეში, რომელიც მიეწერება მეფე სოლომონს, სოლომონ ბრძენს, სადაც თქვენ ალბათ ყველას გსმენიათ ეს სიტყვები, წაგიკითხავთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს ყოველივეს აქვს თავისი დრო და ყველაფერს აქვს თავისი ჟამი. ამ ქვეყანაზე არა, რომ არის ჟამი შობის და ჟამი სიკვდილის, ჟამი
მოკვდინების და განკურნების, ნგრევის და შენების და ასე შემდეგ და ეს ძალიან პოეტურად, ლამაზად ამ ტექსტში არის ესე გაშლილი და რომ ესე იგი ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, რაზეა საუბარი აი აქ ამ ფრაგმენტში ეკლესიასთვის, იმისა რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ანუ ყველაფერი მოვა, იქნება და წავა. ანუ ეს მონაცვლეობა, ეს ცვალებადობა, ის რომ ასე ვთქვათ, არაფერი არ არის მარადიული და ამავე დროს თითქოს და ეს მონაცვლეობა თვითონ არის მარადიული, ხო? ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან ისეთი მე ვიტყოდი შთამბეჭდავი, ცოტა შეიძლება შემაშინებელი, გრანდიოზული იდეა, რომელიც აი რაღაცნაირად თქვენ დაგვაფიქრებს და გვიჩენს განცდას იმისა, თუ რამდენად პატარები ვართ ჩვენ თვითონ, არა, რამდენად პატარაა ის ჟამი, რომელიც ჩვენ გვიკავია ამ სამყაროში, იმიტომ რომ ჩვენც ასევე მოსულები ვართ ამ სამყაროში, არა? ოდესღაც ვიარსებებთ და აღარ ვიქნებით, ხო? აი ომარ ხაიამს ცნობილ უდიდეს პოეტს აქვს ასეთი ერთ-ერთ თავის რობაიაში აქვს ასეთი სიტყვები, რომ ჩემი გაჩენით სარგებელი ღმერთს არ ჰქონია, ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს არ ამგონია, მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს არავინ მაძლევს, ეს წასვლა მოსვლა მას რა მიზნით მოუგონია. აი ასეთი კითხვა უჩნდება, ხო, ამ პოეტს, ფილოსოფოსს მოაზროვნეს, რომ ესე იგი მე მოვედი ამ ქვეყანაზე და ცოტათან ირონიულად, ცოტა ესეთ საერთოდ ხაიამს ახასიათებდა ეს ირონიული დამოკიდებულება რელიგიისადმი და ამიტომ ბევრს იგი არ უყვარდა არც მაშინ და არც დღეს და ის ამბობს, რომ აი ჩემი მოსვლით ესე იგი ღმერთს სარგებელი არ ქონია, ჩემმა წასვლამაც ამ ქვეყნიდან რა უნდა შემატოს, არ მესმის და მაშინ არ მესმის საერთოდ ეს წასვლა-მოსვლა მან რისთვის მოიგონა, ანუ რა აზრი აქვს ჩემ არსებობას, ჩემს ცხოვრებას. აი თან ისეთი რაღაც თვითირონიით არის ნათქვამი, ხო, და ამავე დროს საუბრობს რაღაცაზე ძალიან ღრმაზე და მნიშვნელოვანზე, თუმცა სუბუქად და ისეთი ფორმით, აი რაღაც განსაკუთრებული ეგზალტაციის და სასოწარკვეთის გარეშე და ანუ ამიტომ ეს ძალიან ცნობილი შესანიშნავი სიტყვებია, ხო? ამდენად როგორც ხედავთ, აი ეს დრო და ჟამი ეს ძალიან საინტერესო ცნებებია, რომელიც აი მონაწილეობენ აი ამ ასეთ აღქმაში რეალობისა და აქვე აი როგორ არ ვახსენოთ კიდევ ჩვენი ერთი ესეთი ძველი მეგობარი თუ ის მიკადრებდა რომ ჩვენ მისი მეგობრები ყოფილიყავით ეს უდიდესი ადამიანი ავგუსტინე ავრელიუსი რომელიც აი თავისი აღსარების მე-11 წიგნში წერს დროის შესახებ ძალიან საინტერესო რამეს ის ამბობს რომ დრო ისეთი რამ არის რაც თუ არ მკითხავენ ვიცი და თუ მკითხავენ არ ვიცი ენა საინტერესოა ხო ესე იგი თუ არ მეკითხებიან თუ არავინ არ მისვამს კითხვას რა არის დრო მე რაღაც შინაგანი ისეთი ის ამაქვს განცდა რწმენა რომ რა თქმა უნდა ვიცი რა არის დრო ხო როგორ შეიძლება არ ვიცოდე რა არის დრო როცა მე დროში ვცხოვრობ დროში ვარსებობ მაგრამ როგორც კი მკითხავენ და ვიწყებ ფიქრს იმაზე თუ რა არის დრო ეგრევე ხვდები რომ სიამოვნებაში არაფერიც არ ვიცი და აქვე იგი ძალიან საინტერესო ერთ თვისებას აღნიშნავს დროისა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ის ამბობს რომ დრო არ არის უსასრულო იგი დაიწყო სამყაროს შექმნასთან ერთად ეს ძალიან ისეთი თითქოს და დღევანდელი ადამიანის გადასახედიდან სავსებით ბუნებრივი და შეიძლება ცოტა ტრივიალურიც კი მოგვეშვენოს ეს წინადადება არა რომ დრო არ არის უსასრულო ის გაჩნდა სამყაროს შექმნასთან ერთად მაგრამ თავისთავად ეს მას შემდეგ რაც ჩვენ ამას მივიღებთ და დავიჯერებთ და თანამედროვე კოსმოლოგიური თეორიებიც ამას გვეუბნება რომ დრო არ არის უსასრულო იმიტომ რომ სამყარო შეიქმნა გარკვეული დროის წინ არა დიდი აფეთქების შედეგად და დიდი აფეთქების დროს გაჩნდა ყველაფერი ანუ გაჩნდა თვითონ სამყარო და გაჩნდა სამყაროს ის ატრიბუტები რომელსაც ქვია სივრცე და დრო ამდენად თუ მივიღებთ ავგუსტინეს ამ დებულებას მაშინ კითხვას რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე რა ხდებოდა მანამდე სანამ ღმერთმა სამყარო შექმნა აი შუა საუკუნეებში ხშირად ისეთი სკეპტიკურად განწყობილი ხალხი თეოლოგებს ამ კითხვას უსვამდა ესე ქვიმათად რომ თუ სამყარო ღმერთის შექმნილია მაშინ რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე ანუ რა ხდებოდა სამყაროს შექმნამდე ხო ეს კითხვა თავისთავად უაზროა აზრს მოკლებულია რატომ იმიტომ რომ დრო გაჩნდა სამყაროსთან ერთად ანუ დავსვათ კითხვა ასე ვთქვათ რა ხდებოდა მაშინ როცა არ იყო დრო უკვე აბსურდია ხო იმიტომ რომ დრო გაჩნდა როგორც ნაწილი როგორც ატრიბუტი როგორც სამყაროს
არსებობის ერთ-ერთი ფორმა, არა? ანუ დროც შექმნილია, ისევე როგორც სივრცე და როგორც სამყარო მთლიანობაში. და იქვე ავგუსტინე ამბობს შესანიშნავ სიტყვებს, წერს, რომ ერთადერთი უსასრულო რაობა არის თვითონ ღმერთი, ხოლო დრო, სივრცე, სამყარო, ეს ცნებები, ეს ყველაფერი არის სასრული. ამდენად ის ფაქტიურად უსასრულობის, ასე ვთქვათ, თვისებას ანიჭებს მხოლოდ იდეათა იდეას, პირველ იდეას, ანუ ღმერთს, ხო? ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხა ამ თეოლოგმა, რელიგიურმა მოღვაწემ, მოაზროვნემ, აი ესე მკაფიოდ ლოგიკურად დალაგება ამ ყველაფრის, იმდენად რომ შემდეგ უკვე როდესაც გაჩნდა თანამედროვე კოსმოლოგია და როდესაც სხვათა შორის აი პირველად დაიწყო საუბარი სწორედ დიდი აფეთქების თეორიაზე, არ არის სხვათა შორის შემთხვევითი, რომ დიდი აფეთქების თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი არის სწორედ სასულიერო პირი, თქვენ გქონდათ ერთ-ერთ თემად რეფერატის, ხო? ლემეტრი და ფრიდმანი, როგორც თანამედროვე კოსმოლოგიის შემქმნელები. ლემეტრი იყო აბატი, იყო სასულიერო მოღვაწე პირი, რომელიც სწავლობდა სხვათა შორის და მერე უკვე მოღვაწეობდა როგორც პროფესორი ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, რომელიც არის ბელგიაში და იგი მან ერთდროულად სწავლობდა ასტრონომიის და თეოლოგიის ფაკულტეტებზე და ცხოვრების ბოლომდე ის სასულიერო წოდებას ატარებდა, აბატი იყო და ამავე დროს იყო მეცნიერი და სხვათა შორის, როდესაც მას ეკითხებოდნენ ამის შესახებ, რომ როგორ შეგიძლიათ თქვენ სოფხედველობაში შეათავსოთ ერთმანეთთან, ხო, აი რელიგიურობა და მეცნიერობა. ის ამბობდა, რომ მე ამაში ვერ ხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ თვითონ ის, რაც მე შემოვიტანე მეცნიერებაში, ხო, ეს იდეა დიდი აფეთქების შესახებ, ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩემ რელიგიურ წარმოდგენებს, პირიქით სრულ შესაბამისობაშია მათთან, ისე რომ ეს ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი კარგი არგუმენტია მათთან სალაპარაკოთ, ვინც თulis, რომ რელიგია და მეცნიერება შეუთავსებელია ერთმანეთთან და თulis, რომ ან უნდა ერთის გვიჯეროდეს, ან მეორეს, ხო, ეს ჩემი აზრით, მეც ასე ვფიქრობ, არ მგონია, რომ ეს სწორია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ დაუკვირდებით უფრო სიღრმისეულად და უფრო მშვიდად ყოველგვარი ისეთი აი პარტიულობის და civilკივილის გარეშე ვეცდებით გავერკვეთ იმაში, არის თუ არა რეალური წინააღმდეგობა, ვთქვათ, რელიგიასა და მეცნიერებას შორის, დავინახავთ, რომ ასეთი წინააღმდეგობები ხშირად ჩვენივე მოგონილია. აი როგორც ის დროის ტრიპარტიცია მოვიგონეთ, რა, და შემდეგ პარადოქსი აღმოვაჩინეთ და ყურები ჩამოვყარეთ, ჩავთვალეთ, რომ აი თურმე დრო არ არსებობს. ხო, აი რაღაც ასეთი გვემართება ხშირად მაშინაც, როცა ჩვენ თვითონვე ვიგონებთ რაღაც ხელოვნურ პრობლემებს და ამაში ხშირად დამნაშავეები არიან როგორც მეცნიერები, ასევე სასულიერო პირებიც, ისინი ვინც ზედმეტად მე ვიტყოდი, აი ბუკვალურად ზედმეტად სწორხაზობრივად იღებენ გარკვეულ ან მეცნიერულ მოსაზრებებს, ან რელიგიურ თქვათ დებულებებს და ცდილობენ მათ აბსოლუტიზაციას, ანუ ცდილობენ რაღაცნაირად ან დაუპირისპირდნენ თქვათ მეცნიერულს, როდესაც ეს საუბარია თქვათ რელიგიურ მოღვაწეებზე, ან პირიქით დაუპირისპირდნენ რელიგიურს, როდესაც ესენი არიან მეცნიერები. ამ დროს ხშირად თუ არ არის ამაში რაღაცა იცით, ისეთი აი ეგოცენტრული ინტერესი და რაღაც ისეთი სუბიექტური აღქმის ელემენტები, ხერხდება ძალიან კარგად ჰარმონიზაცია სამყაროს, თქვათ, რელიგიური და მეცნიერული აღქმებისა. იქამდე რომ აი ამ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ, როგორც ვიცი, ვატიკანში ჩატარდა ძალიან საინტერესო კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია, სადაც შეხვდნენ ერთმანეთს კრეაციონიზმის და ევოლუციონიზმის, აი ამ ორი თითქოს და შეურიგებელი, ასე ვთქვათ, მოძღვრების მიმდევრები, მეცნიერები, ისინიც მეცნიერები და ესენიც მეცნიერები და მსჯელობდნენ იმაზე, რამდენად გადაულახავია ის წინააღმდეგობები, რომელიც არსებობს ამ ორ თითქოს და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სამხედროებას შორის. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში მორიგდნენ და ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ თვითონ ეს მცდელობა, თვითონ ეს როგორ გითხრათ, ფაქტი, მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ერთმანეთს მშვიდად, მეცნიერულად, არგუმენტირებულად ელაპარაკონ ისეთი მოაზროვნეები, რომლებიც თითქოსგან განან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე, ეს უკვე ძალიან პოზიტიურია ჩემი აზრით და ძალიან კარგია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში ყოველთვის შეიძლება ჰარმონიზაცია იდეებისა, იდეების გამო ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ეომონ. იდეები ადამიანებმა უნდა გაცვალონ, კი ბატონო, იკამათონ, შეიძლება
ცხარედაც იკამათონ, მაგრამ ამის გამო არ არის აუცილებელი თქვათ ერთმანეთის ჩაქოლვა და მით უმეტეს რაღაცა საღვთო ომის გამოცხადება ერთმანეთის წინააღმდეგ, ხო? რაც სამწუხაროდ ბევრჯერ მომხდარა ისტორიაში. კარგით, მოკლედ ახლა დავემშვიდობოთ ცოტა ხანი ავგუსტინეს და აი სამ ძალიან საინტერესო და მე ვიტყოდი ბუმბერას პიროვნებაზე მინდა ახლა გესაუბროთ მოკლედ. ეს სამი ადამიანი, სამივე უაღრესად ცნობილია თავის დარგში და სამივეს ჰქონდა თავისი განსხვავებული წარმოდგენა დროის შესახებ. ეს წარმოდგენებიც, რომელსაც ახლა ვახსენებ, თითქოს და ერთმანეთისგან იმდენად რადიკალურად განსხვავებული არიან, რომ მათ შორისაც ძალიან ძნელია ვთქვათ რაღაცა შერიგების და ჰარმონიის პოვნა, მაგრამ მოდი აი გავეცნოთ ამათ სამივეს და ვნახოთ რაზე ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები. ამათგან პირველი არის ნიუტონი, ჩვენი ასევე საერთო მეგობარი ამ კურსის ფარგლებში, იმიტომ რომ იგი უკვე არაერთხელ ვახსენეთ და მომავალშიც ვახსენებთ ალბათ. ნიუტონს აქვს ასეთი წარმოდგენა დროზე, ამას ეძახიან ხანდახან დროის რეალისტურ კონცეფციას. ანუ ის ამბობს, რომ დრო არის სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის ნაწილი, მისი ერთ-ერთი განზომილება, რომელშიც მოვლენები თანმიმდევრულად ხდებიან. ეს იდეა გვეცნობა, ხო, არ არის ნიუტონის მოგონილი ეს ასეთი იდეა. დევს აი სწორედ იმ ქრონოსში, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობდით, გახსოვთ? არა? ხო და ეს დროის რეალისტური კონცეფცია, ხანდახან მას ეძახიან ნიუტონისეულ დროსაც, ანუ დრო, რომელიც უკავშირდება პირდაპირ, ასე ვთქვათ, ნიუტონის სახელს. ნიუტონი საუბრობდა ამ აბსოლუტურ დროზე. ნიუტონი სხვა შორის იყო უაღრესად ისეთი რელიგიური პიროვნება, ის არ იყო მატერიალისტი, ანუ მას ეს რეალისტური წარმოდგენა დროზე სწორედაც ძალიან ჰარმონიულად ჰქონდა თავის მსოფლმხედველობაში, როგორც ერთ-ერთი ელემენტი მისი მსოფლმხედველობისა. ის თვლიდა, რომ აი სამყაროს შექმნასთან ერთად სწორედ ჩაირთო ეს რაღაცა, ვთქვათ, საათი, რომელიც აი მთელ სამყაროში ყველგან ერთნაირი ტემპით, ერთნაირად მუშაობს, დრო არის აბსოლუტური, დროის დინება, დროის სვლა, მიუხედავად იმისა, სად ვიმყოფებით, როგორ მოძრაობთ, ყველგან ყოველთვის არის ერთნაირი, ხო? დრო აბსოლუტურია, დრო აბსოლუტურად ინვარიანტულია, როგორც ამას ამბობენ ხოლმე ფიზიკოსები. ამდენად ამ ნახეთ კონცეფციაში არის ორი ელემენტი, რომლებიც ორივე საინტერესოა და თუ კარგად დავაკვირდებით, ცოტა არ იყოს ერთმანეთთან მაინც კონფლიქტში მოდიან და გარკვეული წინააღმდეგობა მათ შორის მაინც არსებობს. ერთი მხრივ, ნიუტონი გვეუბნება, რომ დრო არის მოვლენათა კონტეინერი, არა? განზომილება, რომელშიც არის ჩალაგებული, როგორც აი ვთქვათ, რაღაცა ყუთში არის ჩალაგებული, ხო, სხვადასხვა ნივთები, ასე არის აი დროში ჩალაგებული მოვლენები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, ხო? მაგრამ ამავე დროს, ხო, ნიუტონი საუბრობს რაზე? იმაზე, რომ დრო არის მიმდინარე სუბსტანცია, რომ დრო მიედინება, ხო? დროის დინება, მისთვის ეს რაღაც ცოტა არ იყოს ისეთი აი ჰერაკლიტესეული ეს იდეაა თითქოს, რომ დრო როგორც მდინარე, როგორც რაღაც მიმდინარე სუბსტანცია. ესე იგი, ნახეთ ნიუტონისთვის დრო თან სუბსტანციაც არის, ანუ დრო აშკარად სუბსტანციურია, რეალისტურია, მაგრამ ამავე დროს ის სხვაგან ამბობს, რომ დრო ეს არის მოვლენათა გარკვეული კონტეინერი. ხო, ესე იგი, აი აქაც გაორებაა და აქაც თითქოს გარკვეული მინიშნება იმაზე, რომ აი ფიზიკურ რეალობაშიც კი რეალისტური დრო ცოტა არ იყოს გაორებული ცნება. და ეს გაორება პრინციპში არ უნდა შეგვეშინდეს ამის, მაგრამ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ არ არის აქ აი ამ რეალისტურ წარმოდგენაშიც კი დროზე ყველაფერი მოიტყვიან ერთხელ და საბოლოოდ დაალაგებული და გასაგები და მე უკვე ფიზიკოსებმა, როდესაც ამაზე ფიქრობდნენ, ბუნებრივია ნიუტონის გავლენა ძალიან დიდი იყო ფიზიკის სამყაროში და ძალიან ბევრ ფიზიკოსს აქვს დროზე ბევრი საინტერესო რამ ნათქვამი დაწერილი, იგივე პენროუს მაგალითად. აი ფიზიკოსები ყოველთვის ამჩნევდნენ აი ამ გაორებას და ამაში გარკვეულ საინტერესო, ასე ვთქვათ, თვისებებს ხედავდნენ დროისა, როგორც ფიზიკური რეალობის ერთ-ერთი ელემენტისა, დროისა, როგორც ფიზიკური რეალობის ერთ-ერთი ატრიბუტისა, ხო? და მოდი ჩვენ ეს დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ არ არის ცუდი გვესმოდეს, რომ აი ამ თითქოს და ძალიან კაფიო, ძალიან რეალისტურ წარმოდგენაშიც კი შეიძლება არსებობდეს გარკვეული გაორება და გარკვეული შინაგანი წინააღმდეგობა. აი მეორე განსხვავებული მიდგომა
მოდის აი ამ ძალიან განსხვავებული პიროვნებისგან, რომელიც იყო ნიუტონის თანამედროვე, ხშირად მას და ნიუტონს შორის იყო საკმაოდ ცხარე დაპირისპირებებიც, არა პირდაპირი, არა უშუალო, ცხადია ისინი ერთმანეთს მე მგონი ცხოვრებაში არ შეხვედრიან ფიზიკურად, პირადად და ერთმანეთშიც არ ქონიათ ისეთი რაიმე განსაკუთრებული მიმოწერა და თქვა პოლემიკა, მაგრამ მოხდა ისე რომ ლაიბნიცს ჰქონდა მაგალითად მიმოწერა კლარკთან, რომელიც იყო ნიუტონის მიმდევარი და აი ძალიან საინტერესოა ამ კორესპონდენციის გარჩევა, იმიტომ რომ ისინი სწორედ სივრცეზე და დროზე საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა აღვიქვათ სივრცის და დროის რაობა სამყაროში. და ლაიბნიცს აქვს განსხვავებული მიდგომა, ნახეთ, მისთვის დრო არის არ არის არც თავისებური კონტეინერი, სადაც საგნები და მოვლენები მოძრაობენ, არც ისეთი რაობა, რომელიც მიედინება, ანუ არ არის სუბსტანციური მისთვის, არამედ ლაიბნიცისთვის დრო არის ინტელექტუალური ცნება, ისეთივე იდეალური ფორმა, მოდი ასე ვთქვათ, როგორც სივრცე და რიცხვი, რომლებიც ღმერთის მიერ არის მოვლენათა შედარებისთვის და განცალკევებისთვის მოგონილი. ანუ დრო, მოკლედ რომ ვთქვათ, ლაიბნიცის მსოფლმხედველობაში არის იდეალური ფორმა. დრო არის იდეალურ ფორმათა სამყაროს ნაწილი, ანუ ის არის იდეალური რეალობის ნაწილი. რა თქმა უნდა, დრო გარკვეულად არის არეკლილი ასახული ფიზიკურშიც, ლაიბნიცი კი არ უარყოფს იმას, რომ ჩვენ დროს ფიზიკურ სამყაროშიც ვაწყდებით, არა, მაგრამ პირველადი დრო მისთვის მაინც არის აი ის დრო, ის იდეალური ფორმა, ну მოდი ასე ვთქვათ, რომ აი ის რასაც ბერძნები ქრონოს კი არა, კაიროს დაუძახებენ, ღვთაებრივი დრო, ხო? ესე იგი, ეს არის მისთვის ასე ვთქვათ, დროის ფუნდამენტური რაობა, ანუ ეს არის იდეალური ფორმა, ხო, რომელიც ასე ვთქვათ, ისევე როგორც რიცხვები, ხო, ახლა მაგალითად ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, გახსოვთ, აი როდესაც ლაპარაკობდით პითაგორაზე, მაშინ ჩვენ თქვით, რომ პითაგორა აღმერთებდა რიცხვებს. რატომ? იმიტომ რომ აი მთელი რიცხვები ხო თავისი არსით არიან რაღაც ძალიან აი მარადიული ობიექტებია რა. ახლა მაგალითად აი დღეს ახლა თბილისში თქვა შენდება ვაკეში რაღაცა 3 ათამდჯენი იცით ხო? აი ვაკის აუზის სიახლოვეში, რომლებიც როდესაც დამთავრდება, იქნება ალბათ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მაღალი და დიდი შენობებია რა. ეხლა ეს 3 შენობა რაღაცა კონკრეტული სამეულია, ხო, ფიზიკური სამყაროსი, რომელიც იყო დრო, როცა არ არსებობდა, ანუ ეს არის მოვლენა, რომელიც აი ხა შექმნის პროცესია, დასრულდება, რაღაცა დრო იარსებებს ეს 3 შენობა, იმედია დიდხანს და ბედნიერად, მაგრამ გარდაუვალია, რომ ადრე თუ გვიან ეს 3 შენობა აღარ იქნება, ხო, იმიტომ რომ დედამიწაზე ამაზე ბევრად უფრო გრანდიოზული და ისეთი ნაგებობები შექმნილა და განადგურებულა. ანუ ეს სამეული კონკრეტულად ფიზიკურია. ეს 3, თქვათ, შენობა, რომელიც იქნება, თქვათ, თბილისში გარკვეულ ადგილას. მაგრამ ნახეთ, რიცხვის 3 სულ სხვა რამეა, ხო? რიცხვის 3 არის სწორედ ის იდეალური ფორმა, რომელიც არსებობს დროის და სივრცის მიღმა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დრო რიცხვის 3, თქვათ, აშენდა 1915 წელს და აღარ იქნება, თქვათ, 2515 წელს, ხო? რიცხვის 3 ყოველთვის არსებობდა და ყველგან ის არ არსებობს დრო რომელიმე ეპოქაში, ის არსებობს ყოველთვის და ყველგან, ანუ ის არის სივრცის და დროის მიღმა. ის არ არის ფიზიკური სამყაროს, ფიზიკური რეალობის ნაწილი, ხო? ის არის იდეალურ ფორმათა სამყაროს ნაწილი. აი ასეთივე, ასე თქვი, იდეალური ფორმა არის ლაიბნიცისთვის სივრცეც და დროც. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან საინტერესო იდეაა, ხო? მაგრამ ესეც იდეაა, ესეც თავისებური ჰიპოთეზაა, მოდით ასე ვთქვათ, რომელიც ალბათ შეიძლება დავიჯეროთ ან არა, შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ ნუ ვერ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს ასეა. მით უმეტეს, რომ ნახეთ, იდეალისტურ აღქმაში დროის არსებობს კიდევ სხვა მიდგომა, რომელიც აი ეს არის სწორედ ის მესამე მოაზროვნე, რომელიც მინდოდა მეხსენებინა, ეს გახლავთ კანტი, რომელიც ასევე იდეალისტია, თითქოს უნდა ეთანხმებოდეს ლაიბნიცის განმარტებას, მაგრამ იგი იძლევა კიდევ რადიკალურად განსხვავებულ, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციას დროის ცნებისა. თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომში, რომელსაც ქვია წმინდა გონების კრიტიკა, კანტი წერს ასეთ რამეს. ის ამბობს, რომ დრო სივრცესთან ერთად არის აპრიორი ინტუიცია. იგი გვეხმარება გრძნობელობით შეგრძნებებში გარკვევაში. ნახეთ, ესე იგი დრო სუბიექტურია, ადამიანისეულია.
არც დრო და არც სივრცე ამბობს კანტი არ არის სუბსტანციური. ეს არის ის მენტალური ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ადამიანები ვახდენთ ჩვენი რაციონალური გამოცდილების სტრუქტურირებას. ნახეთ, ესე იგი ეს არის ფაქტიურად რას გვეუბნება კანტი გვეუბნება, რომ დრო არ არის არც ფიზიკური, არც იმ რაღაც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული იდეალურ ფორმათა სამყაროს ნაწილი. არა, დრო არის ჩვენი მენტალურის ნაწილი. ეს არის ის მენტალური ჩარჩო, რომელიც ჩვენ ადამიანებმა შევქმენით და შევქმენით რატომ? იმიტომ, რომ მოვახდინოთ ამ ჩარჩოში, ამ ფარგლებში ჩვენი რაციონალური გამოცდილების და მე აქვე დავუმატებდი ჩვენი ემპირიული გამოცდილებისაც სტრუქტურირებას. აი, გახსოვთ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კონტეინერიო ნიუტონი ამბობს, ხო? აი, თითქოს კანტიც ამბობს, რომ კი, დრო კონტეინერია. ოღონდ განსხვავებით ნიუტონისგან ის ამბობს, ეს განზომილება, ეს კონტეინერი ჩვენგან დამოუკიდებლად კი არ არსებობს ფიზიკურ სამყაროში. ეს ჩვენი შექმნილი, ეს არის თითქოს ის რაღაცა დიდი მაგიდა, რომელიც ჩვენ ავაწყვეთ, არა, ავაშენეთ, დავამზადეთ და ამ მაგიდაში არის ბევრი უჯრები, რომლებშიც ჩვენ ვალაგებთ რაღაცნაირად ჩვენთვის მოხერხებული წესით ჩვენ რაციონალურ გამოცდილებას. ჩვენ ვახდენთ სამყაროს ჩვენეულ აღქმას, ესე ვთქვათ, ვაძლევთ გარკვეულ სტრუქტურას და ამ სტრუქტურას რომ ვაძლევთ, ამ დროს ვიყენებთ სწორედ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტს, აი ამ მენტალურ ჩარჩოს, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დროს. აი როგორი საინტერესო და ესეთი ის არის, ხო? აი ძალიან როგორ გითხრათ, საერთოდ ესეთი დიდი იდეები, გრანდიოზული იდეები იშვიათად არიან ცალსახად და ერთბაშად ერთმნიშვნელოვნად დამაჯერებლები. ძალიან ხშირად ასეთ დიდი იდეები პირველ შეხვედრისას მათთან იწვევენ ჩვენში რაღაც მიუღებლობას, პროტესტს, რა. მაგრამ მათი სიდიადე იმაშია, რომ მაშინაც კი, როცა ჩვენ არ ვიღებთ ამ იდეებს და რაღაცნაირად აი თითქოს შინაგანი პროტესტი გვიჩნდება ამ იდეების მიმართ, ჩვენ ამავე დროს ხშირად გვაქვს განცდა იმისა, რომ ეს მართლა დიდი იდეაა. შეიძლება მცდარი იდეაა, მაგრამ დიდი იდეაა. ისეთია, როგორ გითხრათ, აი რაღაცნაირად მოწიწების გზნობას გიჩენს, მაშინაც კი, როცა შენ ბოლომდე მისი არ გჯერა. ხოდა ეს სამი იდეა, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, ნიუტონის, ლაიბნიცის და კანტის, ხო, ესე იგი დროის შესახებ. ერთი ამბობს, რომ დრო რეალისტურია, დრო არის სუბსტანციური, სამყაროს სტრუქტურის, ასე ვთქვათ, ნაწილი, ხო? მეორე გვეუბნება, დრო არის იდეალური ფორმა, ღმერთის მიერ შექმნილი, რაღაც იდეალური რაობა, რომელიც წარმოადგენს იდეათა სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს და აგერ კანტი გვეუბნება, რომ არა, არც ფიზიკურია, არც იდეალურია, არის წმინდა მენტალური, ანუ ნაწილი სამყაროს ჩვენეული მენტალური, ასე ვთქვათ, აღქმისა, ხო? შესაბამისად, თუ კანტს დაუჯერებთ, მაშინ არანაირი დრო სამყაროში არ იარსებებდა, სამყაროში რომ არ ყოფილიყო ადამიანი, ხო? ეს სხვა შორის ესეც ძალიან ისეთი ცოტა იყოს პარადოქსული და საინტერესო მომენტია და ამაზე ალბათ მეცნიერებს უფიქრიათ და ფიქრობენ. აქვთ თუ არა მაგალითად დროის აღქმა ცხოველებს? ალბათ აქვთ. ამდენად მათ თავისი რაღაცა მენტალური ჩარჩო აქვთ, თავისი დრო აქვთ შეიძლება, რომელიც განსხვავდება ჩვენისგან, ხო? და მათი ეს mental framework ალბათ ცოტა განსხვავებულია და შესაბამისად ისინი დროს რაღაც სხვანაირად ცოტა განსხვავებულად აღიქვამენ. შესაძლოა ასეც არის, ეს ძალიან საინტერესო. აი ვიღაცამ წერს, რომ არ ამბობს კანტი ეგრევე. აბა როგორ ამბობს თორნიკე, თქვენ გითხარით? ანუ აქ აქცენტი იყო გაკეთებული, რომ თავისთავად არ არსებობს ეს ყველაფერი. და კანტის მე ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანი იყო, ეს არის, რომ თავისთავად რაც არსებობს, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. ჩვენ თუ რაღაცას ვგებულობთ, შესაბამისად უკვე რაღაც გარკვეული ფორმები გვაქვს. ამ შემთხვევაში გრძნობელობის ფორმა არის წმინდა ერთ-ერთი. დრო, მეორეა სივრცე, ანუ ეს არის ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვერ განვეყენებით. იმიტომ რომ როგორც საგანს წარმოვიდგენთ მაგალითად, ჩვენ უკვე შეუძლებლობის წინაშე ვართ, აუცილებელია რომ წარმოვიდგინოთ ის გარკვეულ სივრცეში და მოვლენას, როდესაც წარმოვიდგინოთ დროში. შესაბამისად, კანტი აქ არ უარყოფს, რომ თავისთავადი ნივთები არსებობს. უბრალოდ ის ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ფორმები და იმათი გავლით უნდა ვიცოდეთ რაღაცები. ჩვენ ვერ განვეყენებით დროს და სივრცეს, თორე თავისთავად არსებობს თუ არა, მგონი არ ამბობს უბრალოდ.
კი ბატონო, შეიძლება ასეც არის. კი, ძალიან საინტერესოა. კი. ხო, ასე უფრო მისაღებია პრინციპში იდეა. ეხლა როგუსმენთ რაღაცა უკმაყოფილების განცდა მქონდა, იმიტომ რომ გამოჩნდა თითქოს რომ ტყუილს ამბობდა და სინამდვილეში არა, ხო, ეხლა როდესაც ჩვენ იცით, აი როცა ასე ვამბობთ, რომ აი თქვათ მისი თვალსაზრისით ასე, ახლა ჩვენ იგივე რომ ნახოთ ალბათ თქვათ ნიუტონის და ლაიბნიცის ნაწერები, არა, აღმოვაჩენთ რომ მათ როცა ისინი რაღაც ასეთ თქვათ დებულებას აყალიბებენ, მათ არა აქვთ თქვათ აბსოლუტური მიუღებლობა განსხვავებული დებულებებისა, ხო? ამდენად როგორც მე აქ თქვათ ჩამოვაყალიბე, ეს შეიძლება არის ცოტა გამარტივებული და უტრირებული ხედვა იმისა, თუ როგორ აღიქვამს კანტი დროს. გეთანხმებით ამაში. შესაძლოა ის მართლა ამით უბრალოდ გეუბნება იმას, რომ ასე თქვათ ჩვენ ხედავთ სამყაროს სივრცედროით აგებულებას აი ამ ასე თქვათ მენტალური ჩარჩოს ფარგლებში და ეს შესაძლოა არის თვისობრივად განსხვავებული იმისგან, რაც ფიზიკურად რეალურად მართლა არსებობს. ანუ ეს არ არის ფიზიკური დროის სრული უარყოფა, ხო? ეს არის უფრო კონსტანტაცია იმისი, რომ ის როგორც აღვიქვამთ ჩვენ დროს და სივრცეს არის სუბიექტური. კი ბატონო, შეიძლება ასეც არის. ძალიან. ანუ მე შეგნებულად რაღაცნაირად აი გავარადიკალურე თითქოს და ეს სამი მოსაზრება, როგორც აი რაღაც თავისებური პოლუსები ისე წამოვაყენე, თორე რა თქმა უნდა, მათ შორის, აი იგივე თქვენ რომ ნახოთ სხვათა შორის, აი კლარკის და ლაიბნიცის დისკუსია დროის და სივრცის შესახებ და იქ კლარკი გამოდის როგორც ნიუტონის თანმიმდევრული მომხრე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის ნიუტონის ასე თქვათ მაგივრად ლაპარაკობს, ხო? იქაც აი როგორ არის იცით, ну გარდა იმისა, რომ ხა ისეთი ეპოქა იყო ძალიან გალანტური და ამიტომ მათი კამათი არაზოს არ გადადის ჩხუბში. გარდა ამისა, რაც ძალიან სასიამოვნოა და საინტერესოა, არის ის, რომ აიცით, მაშინაც კი როცა უპირისპირდებიან ერთმანეთს, ცდილობენ მოწინააღმდეგეს აზრი გაიგონ და რამდენადაც შესაძლებელია მიიღონ. ანუ როცა არ ეთანხმებიან, აი თითქოს ეუბნებიან, რომ მე არ უარყოფ ბოლომდე იმას, რასაც შენ ამბობ, მაგრამ თქვათ აი ამა და ამ საკითხზე ან ამა და ამ თქვათ დებულებაზე მე აი განსხვავებულად ფიქრობ. ესე იგი ეს რაზე მეტყველებს, იცით, რომ აი რაც ადრეც თქვი ცოტა, რომ პრინციპში შეურიგებლობა იდეებისა ხშირად არის თავისი არსით ცოტა არ იყოს სუბიექტური, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ძალიან ხშირად აი ამაზე ბრწყინვალედ წერდა სხვა შორის კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შემქმნელი ნილს ბორი, რომელიც ამბობდა, რომ აი განსხვავება სწორედ ღრმა იდეებს და ზედაპირულ ტრივიალურ იდეებს შორის ეს არის, რომ აი ტრივიალური ჭეშმარიტება, ხო? ღრმა ჭეშმარიტებისგან იმით განსხვავდება, რომ მარტივი ტრივიალური ჭეშმარიტების საწინააღმდეგო აზრი არის ყოველთვის მცდარი, არა? მაშინ როცა ღრმა ჭეშმარიტებები ის აზრებია, რომელთა საწინააღმდეგო აზრებიც ასევე ღრმა ჭეშმარიტებებია. ნახეთ, აი რა საინტერესო ის არის, ხო? ამას შემდეგ შეარქვეს დამატებითობა თავისებური, რომ თითქოს ღრმა ჭეშმარიტებები ერთმანეთს ავსებენ. აი, როდესაც ახლა ჩვენ საუბრობთ ამაზე, ნახეთ, დროის რეალისტურ, ობიექტურ იდეალისტურ და სუბიექტურ იდეალისტურ აღქმებზე, არა? თითქოს ჩვენ საუბრობთ ერთი და იგივე სამ სხვადასხვა ასპექტზე, მოდი ასე ვთქვათ. აი, როგორ არ გავიხსენოთ ის კიდევ ერთი მეტაფორა და იგავი, როდესაც სამი ბრმა ბრძენკაცი მიიყვანეს სპილოსთან და უთხრეს, რომ აი ეს სპილოაო და მოკიდეთ ხელიო, ნახეთო და თქვით თქვენი აზრით რა არის სპილო, ხო? სამივე ბრმა იყო, ანუ ვერ ხედავდა. და ერთმა მომოკიდა ხელი ეშვზე და თქვა, რომ სპილო ეს არის რაღაცა ისეთი სლიპინა და ძალიან წვეტიანი, თუ ხელი მოკიდა ეშვის ბოლოზე და ისეთი იყო, ხო? მეორემ ყურზე მოკიდა, მას რა ქვია, სპილოს ხელი და ყურის ხო ესეთია მოძრაობს იმასავით, მარაოსავით, ხო? თქვა, არა, რას ამბობს, სპილო ეს არის რაღაცა ესეთი მასავით, რა ქვია, ნაჭერივით ფართო და დიდი, რომელიც სულ მოძრაობაშია, ხო? განსხვავებული ის მოგცა სპილოსი და მესამე ფეხზე მოკიდა ხელი და თქვა, არა, რას ამბობს, სპილო ეს არის რაღაცა ხესავით დიდი და ისეთი უძრავი და მასიური, ხო? ესე იგი, ეხლა, რა თქმა უნდა, არც ერთმა არ მოგცა ზუსტი და ამომწურავი ესე ვთქვათ, გაგება იმისი რა არის სპილო. სამივემ ცალკეული ასპექტი თითქოს ამ მოვლენის დაინახა და
აი ასეა შესაძლოა აქაც, იცით, რეალურად, აი იგივე თქვენ რო ნახოთ მაგალითად, ძალიან საინტერესო წერს სხვა შორის დროზე პენროუზი. და პენროუზი აი პირდაპირ ამბობს ამას, რომ ჩვენ, როდესაც საუბრობთ დროზე, დროის ისარზე, მას ეს ცნება შემოყავს. time arrow, ანუ დროის ისარი, ის განასხვავებს მაგალითად ერთმანეთისგან ფსიქოლოგიურ დროს, ანუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ადამიანები დროს და ფიზიკურ დროს. და ფიზიკაშიც განასხვავებს ერთმანეთისგან, თქვათ, დროს წმინდა დეტერმინისტულ თეორიებში, სადაც დრო ხშირად შექცევადია და ფიზიკურ განტოლებებში მე შემილია დროის მიმდინარეობის მიმართულება, ასე ვთქვათ, შევაბრუნო და ფიზიკური პროცესები მაინც ფიზიკის კანონების თანახმად განვითარდება. ამის კარგი მაგალითია, თქვათ, ბილიარდის მაგიდაზე რაც ხდება, ხო? ურთები ერთმანეთს რო ეჯახებიან, თქვენ რო გადაიღოთ ეს და შემდეგ შეაბრუნოთ ფირი, რასაც დაინახავთ, ისიც ლოგიკური იქნება. შეიძლება და საწინააღმდეგო პროცესი მომხდარიყო, მაგრამ ფიზიკაში არის ისეთი მოვლენებიც, ისეთი დარგები ფიზიკის, სადაც დრო შეუქცევადია. ეს არის მაგალითად მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ენტროპიას, რომლებიც უკავშირდება ალბათობას, თერმოდინამიკას. აი იქ უკვე დროის ისარი შეუქცევადი ხდება და ეს აი ძალიან დიდი პრობლემაა თანამედროვე ფიზიკაში. თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი დიდი ფილოსოფიური პრობლემაა. რატომ არის, რომ მარტივ ფიზიკურ სისტემებში დრო შექცევადია, ხოლო რთულ მრავალნაწილაკოვან სისტემებში დრო ხდება შეუქცევადი. რა იცვლება? ანუ რა არის მიზეზი იმისი, რომ აი ესეთი ახალი თვისობრიობა ჩნდება, შეუქცევადობა, ხო? ეს ძალიან საინტერესოა და აი სწორედ ალბათ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მართლა საქმე გვაქვს რაღაც ძალიან რთულ ცნებასთან, ისეთ რამესთან, რისი აღქმაც ჭირს რომელიღაც ერთი თეორიული კონცეფციის, ან თუნდაც ერთი დარგის, ერთი მსოფლმხედველობის ფარგლებში და შესაძლოა არის გარკვეული დამატებითობა სწორედ აი ამ. ბატონო ანდრია, ეს ყველაფერი როჯერ პენროუზის წიგნში თავისებურად არის გადმოცემული, ანუ იმ მთლიან წიგნში მაშინ რაც მასალებს შეიდო. არა, რაც ეხა ვახსენე, ეს მე მგონი სხვა წიგნია. რომელიც მე მაქვს სხვათა შორის ამ წიგნს ქვია Cycles of Time და უფრო ადრეც თავის სტატიებში აქვს ამაზე დაწერილი Penrose. მე შემიძლია ვიპოვო სად და რა და თუ გაინტერესებთ, შემიძლია ეგ სტატია ჩაგიდოთ ასევე მასალებში, კი ბატონო. კი ბატონო, და ის ინდიელებზე რო იყო ამბავი გახსოვთ? თუ გაინტერესებთ, მასწავლების მასალებში ჩავაგდებთ, მაშინ რომ მითხარით. რა დამავიწყდა ეთყობა, აბა გამახსენეთ რა იყო? ჩხალას ნისლეულზე იყო როგორც გახსოვთ. რაზე? კიბორჩხალას ნისლეული. კიბორჩხალას ნისლეული. მაგაზე განა მაშინვე კომენტარში არ მოგწერეთ და ლინკიც გამოგიგზავნეთ მე მგონი. არ მინაქვს. მე მახსოვდა რომ მასალებში თვითავდით და მაგით. ხო, აი თქვენ ჩეთში რომ მკითხეთ, ეთყობა თქვენ გახვედით. მე იქვე ჩაგიწერეთ ლინკი, ბატონო, მაგასაც ნახავ და გამოგიგზავნეთ. ანუ რა, ესე ვთქვათ, ინფორმაცია არსებობს კიბორჩხალას ნისლეულზე, ამ დიდ აფეთქებაზე, ზეახალი ვარსკვლავისა, სხვა კულტურებში და კერძოდ ჩრდილოამერიკულ კულტურაში. კი იქ ძალიან საინტერესო არის იმაში, ერთ-ერთი ნიუ-მექსიკოს შტატში არის ერთ-ერთი ადგილი, ესეთი კანიონია, სადაც აი კედლები, კლდეები არის დაფარული ძალიან საინტერესო ესეთი ასტრონომიული სიმბოლიზმით დატვირთული ნახატებით და იქ არის ნახატები, რომლებიც ზოგიერთები ამაში ხედავენ კომეტების გამოსახულებებს, მაგრამ არის ერთი მოსაზრება, რომ აქ არის გამოსახული სწორედ აი ეს მე-11 საუკუნის ზეახალის აფეთქება. კაი, მაგასაც მაშინ მასალებში დღეს ჩაგიდებთ, თავარი არ დამავიწყდეს. ხო, კარგით ხალხო, ხო, ამასობაში ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ, მაგრამ მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ მაშინ, რომ ეხა რამდენიმე ესეთი საინტერესო სლაიდი დაგვჭა ამ ლექციაში და მოდი ამ თემას მაშინ დავემშვიდობებით და შემდეგ ოთხშაბათს ეს თემა დავასრულოთ და მერე დავიწყოთ ახალი ლექცია, ხო? აი ესეთნაირად მოვიქცეთ. კაი, აბა ეხა დაგემშვიდობებით მაშინ, კარგად იყავით. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა.